მოგესალმებით მეგობრებო, როგორც იქნა დაგიბრუნდით მომდევნო ვლოგ ტუტორიალით. ბოლო 1 კვირა უკვე ვცდილობ ამ ვლოგ ტუტორიალის ჩაწერას, თუმცა გამემაზა რამდენჯერმე და მინდა რომ აგიხსნათ სანამ დავიწყებდე ძალიან მოკლედ, ბევრს არ შეგაწყენთ თავს. როგორც იცით, გამოვიდა Google-ის Gemini 3.0 Pro და იმავე ღამეს მინდოდა პრინციპში ჩამეწერა ეს ვლოგი. ტესტინგი გამეკეთებინა, მეჩვენებინა თქვენთვის როგორ აკეთებს ეს ძალიან მაგარი მოდელი, რასაც ამხელა ოვაციები და ამხელა ჰაიპი მოყვა მთელ მსოფლიოში. როგორ აკეთებს საქმეს, გარკვეული ტესტები მიმეცა, შეგვეხედა, დაგვენახა, მაგრამ მე გადავიფიქრე და მინდა რომ აგიხსნათ ჩემი мотиваცია და არგუმენტი რატომაც, იმიტომ რომ უცხოელ იუთუბერებს, ვინც AI-ზე წერს ვიდეოებს და ასეთ ტესტინგებს აკეთებს, როცა ვაკვირდები, არ მომწონს ძალიან ცოტა ზედაპირული დამოკიდებულება, როდესაც რაღაცა მოდელს ტესტავენ, ოვაციებში არიან, რაღაცა უზარმაზარ ჰაიპს ქმნიან, ყველა მოდელზე ამბობენ რომ ძალიან მაგარია, არ განიხილავენ სიღრმისეულად და ობიექტურად თემას. აი ძალიან არ მომწონს ეს თემა უცხოელ იუთუბერებში, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ნიჭიერი და ძალიან კარგი ხალხი არიან, ვინც AI-ზე საუბრობენ, თითქმის ყველა მომწონს ჯამურად, მაგრამ ეს პუნქტი არც ერთში არ მომწონს. იმავე ღამეს მეც რო შემომეთავაზებინა თქვენთვის ტესტინგი, მე დავამგანებოდი იმ იუთუბერებს, რომლებიც ამას აკეთებენ. აქედან გამომდინარე, გადავიფიქრე, რამდენიმე დღე მოვიცადე, პრინციპში თითქმის 5-6 დღეა უკვე გასული, 18 ნოემბრის შემდეგ და ვეცადე რომ საფუძვლიანად მომეკვია თემა, ზუსტად რა გაუმჯობესებებია და ძალიან ბევრი მეტესტა სხვადასხვა ტიპის დავალებაზე. ამ ტუტორიალისთვისაც შემერჩია ძალიან სიღრმისეული და კარგი დავალებები, რომელიც შეამოწმებს მოდელის reasonings. ანუ ლოგიკური, სიღრმისეული მსჯელობის და ფიქრის უნარს. ისეთი პასუხების გენერაციას, რაც ყოველდღიურობაში ძალიან გვჭირდება, რომ ძალიან სიღრმისეული და ობიექტური იყოს ხელოვნური ინტელექტისგან, როცა ჩვენ კითხვებზე უპასუხებს. აქედან გამომდინარე, დღეისთვის მე მოგიმზადეთ ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ვლოგი, მცირე თეორიული ნაწილი და ტესტინგი, რომელიც გავგვარკვევს არსებულ სიტუაციაში და დაგვაფიქრებს გარკვეულ საკითხებს. სანამ დავიწყებდე მთელ თემას, 3 ფაქტი მინდა რომ გითხრათ. პირველი, დღეს ვისაუბრებთ მეგობრებო, არა მხოლოდ Gemini 3.0 Pro-ს შესახებ, ანუ ახლად გამოსული მოდელის შესახებ, არამედ ChatGPT 5.1-ის და Grok 4.1-ის შესახებ. კერძოდ, მინდა რომ ერთი და იგივე რაღაცა სიღრმისეული დავალებები სამივე მოდელს მივცე და დავაკვირდეთ ერთობლივად, შევადაროთ და გავერკვეთ თუ რომელი მოდელის პასუხები მოგვეწონება. ეს იდეა გამიჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ გარდა Gemini-ის ამ ახალი მოდელისა, ასევე ChatGPT-მ გამოუშვა, როგორც ისეთ ახალი მოდელი უახლოეს წარსულში, ეს არის ChatGPT 5.1 და Grok-მა დალანჩა ახალი მოდელი, რომელიც ძალიან კარგი მოდელია 4.1 და როგორც ხედავთ, ბევრი ადამიანი იყენებს ზუსტად ამ ახალ მოდელს და ყველა არ გადაერთო Gemini-ზე. სხვათა შორის LinkedIn-ზე ჩავატარე გამოკითხვა, სადაც ვკითხულობ ზუსტად რომელ მოდელს იყენებენ და ძალიან მცირე სხვაობაა ChatGPT-სა და Gemini-ის შორის. მე მეგონა რომ ბევრი ხალხი უფრო გადავიდოდა ძალიან სწრაფად ChatGPT-დან Gemini-ზე. Gemini 3.0 Pro-ს გამოსვლის შემდეგ, თუმცა ასე არ მოხდა. და აქვე მეორე ფაქტსაც შეგახსენებთ, LinkedIn-ი ვახსენე, ყველა სოციალურ ქსელში ვაქტიურობ ძალიან, LinkedIn-ი, Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი და YouTube-ი თავისთავად, ხოლოდ ვთხოვთ ორ რაღაცას. პირველი რომ გამოგვიწეროთ, თუ კი გაინტერესებთ ჩვენი კონტენტი და გნებოთ ჩვენი გაძლიერება და მეორე რომ ჩაერთოთ, ანუ დაგვიტოვოთ შეფასებები, თუნდაც შენიშვნა იყოს, თუნდაც თუ რამე არ მოგწონთ მიგვითითეთ იმაზე, ან თუნდაც პირიქით გაგვამხნევეთ. მოკლედ, თქვენი თითოეული კომენტარი იცოდეთ რომ ნიშნავს ჩვენთვის ბევრს. და ბოლოს, სანამ საქმეზე გადავიდოდეთ, ძალიან ბევრი რომ არ გამიგრძელდეს, DeepRank AI, ჩვენი გულმხურვალე, პარტნიორი და მხარდამჭერი, ქართული AI ინოვაციური სტარტაპი, რომელზეც რამდენი ხანია გესაუბრებით უკვე და გპირდებით, რომ ჩავიწერ ტუტორიალს, რაღაცა ფაქტორების გამო ცოტა შეყოვნება მოხდა, მაგრამ აუცილებლად გაგაცნობთ ამ ძალიან მაგარ სტარტაპს და განვიხილავ ძალიან ობიექტურად მის უპირატესობებს, იმიტომ რომ მართლა გულწრფელად ძალიან ძლიერი სტარტაპია, ძალიან კარგი გეგმები აქვს, ძალიან დიდი მიზნები და ძალიან გამოგადგებათ ამისი ცოდნა. შეგვიძლია გადავიდეთ ახლა ჩვენ საქმეზე, ბევრი გვაქვს ალაპარაკო, მაგრამ ვეცდები არ მოგაბეზროთ თავი და ძალიან საინტერესო გამოგვივიდეს ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი. სხვათა შორის ვიღაცამ დამიწერა კომენტარი, რომ ძალიან ბევრს საუბრობდი და რაღაცების ამოკლება შეიძლებაოდეს და კი, მართალი ხარ, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ რაღაცები გამოვასწორო და ბევრად უფრო დავხვეწო. პირდებით, რომ ძალიან მაგრად დავხვეწ ჩვენს ვლოგ ტუტორიალებს
ისე რომ ყველა თქვენგანი კმაყოფილები იყოთ და კარგად საყურებელი იყოს. დავიწყოთ თეორიული ნაწილით, მაგრამ ერთი რაღაც მინდა გითხრათ, სანამ დავიწყებ. ეხლა მე რაღაცებს აღვწერ ამ ახალი მოდელის შესახებ, Google-ის Gemini 3.0 Pro-ს შესახებ, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს არ არის საბოლოოდ ჩემი ჩამოყალიბებული აზრი, შეხედულება და კვლევის შედეგი. არამედ ეს არის გავრცელებული პოზიციები, რაც ამ ახალი მოდელის გამოსვლას მოყვა ინტერნეტში, გაიდლაინები, ძირითადი შეხედულებები კრეატორების მხრიდან სხვადასხვა სოცმედია პლატფორმებზე და მოკლედ გავრცელებული ინფორმაციები. არ მინდა შეცნობაში შეგიყვანოთ და გითხრათ ესეთი რაღაცა, რომ ეს არის ჩემი საბოლოო დასკვნა და უნდა იმდოთ 100%-ით და ეს არის საბოლოო ჭეშმარიტი. ეს ნამდვილად ესე არ არის. თუმცა ამის მიუხედავად შეიძლება ძალიან ბევრი რაღაცა იყოს ჭეშმარიტი ამაში და ამ ეპიზოდის მეორე ნაწილში, როდესაც დავიწყებთ პრაქტიკულ ტესტირებებს, მე მგონი მივხვდებით ჩვენ თვითონვე რამდენად რეალურია ეს ყველაფერი. მოკლედ, Gemini 3.0 Pro ეს სიგიჟე, რომელსაც თვლიან, რომ არის ძალიან ძლიერი მოდელი, კერძოდ იმ მხრივ, რომ აჯობა Gemini-ის სხვა ყველა მოდელსაც მაქამდე გამოსულს და ასევე ბევრ benchmark-ზე, ანუ შედარების საზომ საშუალებაზე აჯობა სხვა დიდ მოდელებსაც. ChatGPT, Claude, Grok-ი და სხვა ხელოვნური ინტელექტის მოდელები. მე არ მინდა ეხლა დავიწყო benchmark-ებზე თქვენთან საუბარი და პროცენტებზე, რომელ მოდელს რამდენი პროცენტით აჯობა და ასე შემდეგ. ჩემი აზრით ეს არ იქნება დიდად პრაქტიკული თქვენთვის და სავარაუდოდ არ დაგაინტერესდებათ. მე მენდეთ, იცოდეთ, რომ მართლა აჯობა benchmark-ებზე ყოველ შემთხვევაში ასეთი სიტუაციაა. თუმცა ამ საზომ საშუალებებსა და რეალობას შორის, პრაქტიკულ რეალობას შორის ხშირად არის ხოლმე ცოტა სხვაობა და მთლად ისე ვერ არის, როგორც benchmark-ებზეა ასახული. მთავარი უპირატესობა და მთავარი ფუნქცია, რაზეც ამბობენ, რომ ამ ხელოვნური ინტელექტის მოდელს გაუჩნდა, ეს არის thinking, reasoning, ანუ მსჯელობა, ლოგიკურად გამართული ჩამოყალიბებული ფიქრის, ღრმა ანალიზის უნარი და არა ზედაპირული პასუხების დაბრუნების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში ამბობენ, რომ Gemini 3.0 Pro-ს, როდესაც ის იღებს მათემატიკურ ან რაღაცა რთულ ამოცანას, რაღაცა რთულ შეკითხვას, ის ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირ მომენტალურად გვიპასუხოს, ქმნის ფიქრის, აზროვნების ლოგიკურ ჯაჭვს, რის მეშვეობითაც ის გვპასუხობს ბევრად უფრო სიღრმისეულად და საფუძვლიანად, ვიდრე ეს სხვა შემთხვევაში იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში დაპირება და ზოგადად გავრცელებული აზრი ეს არის, რომ ამაში არის Gemini 3.0 Pro ძალიან ძლიერი, რომ ამას აკეთებს ძალიან საფუძვლიანად. Gemini ამით შეცდომების თავიდან არიდებას ცდილობს და ცდილობს, რომ ჩვენს რთულ შეკითხვაზე ჯერ საკუთარ თავს აუხსნას, კითხვაც, პასუხიც, მსჯელობაც და ყველაფერი და შემდეგ გვიპასუხოს უკვე ჩვენ. როგორც ამბობენ და როგორც გაიდლაინებშია მოცემული, Gemini-ის ეს ახალი მოდელი ეფუძნება mixture of expert არქიტექტურას, ტექნოლოგიას, რომელიც მე მგონი თქვენთვის მარტივად აღსაქმელი და გასაგები იქნება. ანუ ნაცვლად იმისა, რომ ყავდეს ერთი ყოვლისმცოდნე ექსპერტი ამ ხელოვნური ინტელექტის მოდელს, ყავს ექსპერტთა ჯგუფი. ვიღაცა მათემატიკოსი, ვიღაცა მარკეტინგის სპეციალისტი, ვიღაცა პოეტი, ვიღაცა სხვა რაღაცა სპეციალობიდან და ჩვენი კითხვიდან გამომდინარე, ანუ იუზერის მომხმარებლის მხრიდან დასმული ამოცანიდან გამომდინარე, Gemini იძახებს უკვე კონკრეტულად იმ ექსპერტთა ჯგუფს, რომელსაც ეს კითხვა ეხება და ეს მოდელს ხდის გაცილებით უფრო ეფექტურს და გაცილებით უფრო საფუძვლიანს. განვაგრძოთ კონკრეტული შესაძლებლობებისა და ფუნქციების უკვე სიღრმისეული განხილვა. ისევ დაუბრუნდები thinking და reasoning-ის ამ ახალ ინოვაციას, რაც ამ მოდელს გააჩნია. რაზეც ამბობენ, რომ ყველაზე ძლიერი აქვს ამ წუთში Gemini-ის ამ მოდელს, ვიდრე სხვა ნებისმიერ მოდელს. კიდევ ერთხელ განვმარტავ. ეს არის მრავალეტაპიანი ამოცანების, ძალიან რთული, კომპლექსური დავალებების შესრულება შინაგანი ფიქრის პროცესის მეშვეობით. Gemini პირდაპირ კი არ პასუხობს რაღაცა რთულ ამოცანაზე, არამედ ჯერ განიხილავს საერთოდ პრობლემას და ამოცანას, რაც ჩვენ გვაქვს. შემდეგ უკვე აყალიბებს გეგმას. შემდეგ უკვე მიხვება და ასრულებს ამ გეგმას და განიხილავს თვითონვე თავის მიერ აგებულ ლოგიკურ ჯაჭვს ამ ამოცანასთან დაკავშირებით, რამდენად სწორია და ამის შემდეგ ვიბრუნებს უკვე პასუხს. აი ეს reasoning-ი განსაკუთრებით ეფექტური ჩანს მეგობრებო მაშინ, როდესაც საქმე ეხება ლოგიკურ მათემატიკურ ამოცანებს, აქედან გამომდინარე ძალიან ბევრ benchmarks, სადაც reasoning-ი განიხილება
განცხადება იგებს სწორედ Gemini და ბევრად უსწრებს სხვა დიდ მოდელებს, როგორიცაა ChatGPT, Grok, Claude და სხვა დიდი მოდელები. გაცილებით გაუსწრო ამ benchmark-ით და სიმართლე გითხრათ, მეც ძალიან მაინტერესებს, რამდენად რეალურია და ამ ეპიზოდის მეორე ნაწილში სწორედ ასეთი ტესტები მაქვს შერჩეული, რომ ზუსტად დავტესტოთ, რამდენად ადეკვატურია ეს გავრცელებული შეხედულება და გადამეტებული ჰაიპი ხო არ არის. სწორედ ამის დადგენა მინდა, რომ რომელი ხელოვნური ინტელექტის მოდელი გვაძლევს ყველაზე ლოგიკურ, ჩამოყალიბებულ საფუძვლიან პასუხებს, რა არის რეალურად ჰაიპი და რა არის სიმართლე. ჭირდება ერთი რომელიმე მოდელის გამოყენება თუ ამ სამივე დიდი მოდელის გამოყენება ChatGPT, Gemini, Grok ერთდროულად თავისი ახალი განახლებული მოდელებით. კონკრეტულად ამ reasoning-ის შესაძლებლობის ყველაზე საუკეთესო ილუსტრაციად მიიჩნევენ, რომ Gemini 3.0 Pro-ს შეუძლია ძალიან კარგად შექმნას რთული ინტერაქტიული დაფები. მაგალითად, ჩვენ თუ მივცემთ რაღაცა რთულ კომპლექსურ მონაცემებს, იმის მიხედვით შეუძლია ააწყოს იპოთეკური სესხის ანალიზის dashboard-ი, ანუ დაფა. ან შეუძლია კომპანიის შემოსავლების პროგნოზირების დაფა აწყოს. ესეც ვნახოთ, დავტესტოთ ამ ეპიზოდში, რამდენად წარმატებით და რამდენად ამომწყვრავად გააკეთებს ამ ყველაფერს. ყოველ შემთხვევაში, ყველა ამას ამბობს სოფლიოში, რომ ამ მიმართულებით Gemini დღესდღეობით არის ყველაზე ძლიერი. ხოდა შევამოწმოთ რა იქნება რეალურად. და გადავიდეთ Gemini 3.0 Pro-ს ახალ ყველაზე ძლიერ იარაღზე, ჩემი აზრით, ყველაზე დიდ ინოვაციაზე, რაც კი დაფიქსირდა ალბათ reasoning-ის შემდეგ, უბრალოდ ეს უფრო მეტად ხელშესახებია, იმიტომ რომ ვიზუალურად სანახავია და მივხვდებოდით, რასაც ეხება საქმე, ეს არის Nano Banana Pro, ფოტო გენერაციისა და editing-ის მოდელი, რომელიც სუპერ გაძლიერდა, ძალიან გაძლიერდა და გაძლიერდა იმიტომ, რომ დაემატა ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, გაფართოვდა შესაძლებლობა, ეს არის ტექსტის რენდერინგი და მეორე პერსონაჟების კონსისტენტურობა, რომელშიც თითქმის ჩავარდნა არასდროს არ აქვს. და თუ აქვს რამდენიმე ინტერაქცია საჭირო, დამატებითი ფოტოების მიწოდება, ჩაყოლა და დასვამს ფაქტობრივად თითქმის 100%-მდე ავიდა ამის შესაძლებლობა. ხოლო ტექსტი მართლა გამორჩეულია, იმიტომ რომ არც ერთი სხვა მოდელი არ აკეთებს ამას. ტექსტის რენდერინგი მოახდინეს, შეგვიძლიათ შევქმნათ მარკეტინგული პოსტერები, სადაც ტექსტს გამოსახავს თავადვე, მათ შორის ქართულ ენაზე, მათ შორის სხვადასხვა ფონტით, მათ შორის სხვადასხვა ვიზუალით, შეგვიძლია შევქმნათ ძალიან მაღალი დონის ინფოგრაფიკები, სადაც დეტალურადაა ტექსტი გამოსახული, მათ შორის სხვადასხვა ენაზე, ქართულ ენაზეც და ასევე კორეულ ენაზეც და ის უკვე სერიოზული განაცხადია და მე მგონი ყველა ხელოვნური ინტელექტის სხვა მოდელები ძალიან შეაშინა Nano Banana Pro-ს გამოსვლამ. ნახოთ რომელი მოდელი უპასუხებს სერიოზულად ამ ახალ გამოშვებას, რადგანაც სხვა მოდელებიც არსებობენ ძალიან ძლიერები ფოტო გენერაციაში და ვნახოთ თუ რომელიმე დაეწევა Google-ს ამ თემაში. მოკლედ, მაგალითები ვთქვათ. ამ მოდელს შეუძლია კომპანიის რთული, მრავალგვერდიანი, კომპლექსური ანგარიში შემოსავლების მაგალითად გარდაქმნას ძალიან ესთეტიურად ლამაზ ჩამოყალიბებულ ინფოგრაფიკად, მათ შორის ქართულ ენაზე. ამ მოდელს შეუძლია შექმნას ზუსტი მასშტაბის დიაგრამები და სქემები, რაც სხვა მოდელებისთვის აქამდე შეუძლებელი იყო, უბრალოდ ახლაც ვერ აკეთებენ ამას. მას შეუძლია შექმნას ტექნიკური ნახაზები და ვიზუალური ინსტრუქციები, მაგალითად ფეხბურთის თამაშის წესების ვიზუალური გამოხატვა. ან მაგალითად ანატომიური ნახაზები, ან სულაც, რა ვიცი, Mercedes-Maybach მოტორის დეტალური ნახაზი შეგიძლიათ შეაქმნევინოთ და ინფოგრაფიკა, რომელსაც ძალიან მაღალ დონეზე გააკეთებთ, შეგიძლიათ უბრალოდ სცადოთ. მოკლედ, ძალიან მაგარი მოდელია, ბევრი ვტესტეთ, ჩვენც დავდეთ, მადონამაც დადო ტუტორიალი, სხვადასხვა სოციალშიც ბევრი რამე დავწერეთ ამის შესახებ, იზრუნვა რომ დაიწყოთ გამოყენება. გადავიდეთ შემდეგ, ალბათ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული შესაძლებლობაზე, ეს არის აგენტურის შესაძლებლობები ამ მოდელის და კოდის გენერაციის შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში Google-ის Gemini ძალიან გაძლიერდა, როგორც აგენტურის შესაძლებლობების მქონე მოდელი, მას შეუძლია არა მხოლოდ კოდი დაწეროს, არამედ სრულყოფილად პროექტი შექმნას, შეასრულოს და მოგწეს მზა ვერსია. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ Gemini-ის შიგნით ჩაშენებულია Canvas ფუნქცია, სადაც ჩვენ შეგვიძლია მივცეთ ერთი პრომპტით ბუნებრივი ენით დავალება და მან უკვე შექმნას ან თამაში, ან ვებსაიტი, ან რაღაცა სხვა სახის აპლიკაცია. ეხლა ვიცი, ბევრი თქვენგანი მეტყვით, რომ რამდენად საბოლოოა ის, რასაც ქმნის, არ არის საბოლოო, შეიძლება არც ძალიან მაღალი პროცენტით არ იყოს მიახლოებული იმ იდეალთან, რაც ჩვენ გვინდა. ეს არის უბრალოდ MVP draft საწყის ვერსია, თუმცა არის უკვე გაფართოებული აგენტურის შესაძლებლობები, წინ მიიწევს და ჩემი აზრით ყოველდღიურად უფრო და უფრო გაძლიერდება ამ ხრივ ეს მოდელი. Vibe coding-ი შეგვიძლია ასე დავარქვათ და აგენტურის შესაძლებლობების განვითარება. ეს შესაძლებლობა წარმოდგენილია Google-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმების
სხვადასხვა ლოკაციაზე. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, Google არ მუშაობს მხოლოდ ერთ ლოკაციაზე. Gemini-ში გვაქვს Canvas ფუნქცია, სადაც შეგვიძლია ეს დავტესტოთ. ყველაზე მარტივი ფუნქცია გვაქვს Google AI Studio, უფასო პლატფორმა, სადაც შეგვიძლია build ფუნქციით ავაწყოთ მაგალითად აპლიკაციები, ძალიან ბევრი პარამეტრია იქ. ჩვენ გვიდევს ამაზე ტუტორიალი, არსებობს Vertex AI, ძალიან ძლიერი და ამაზე ჩავწერ შემდეგში ტუტორიალს და რაც შეეხება დღეს რაც მინდა გითხრათ, ეს არის Anti-Gravity, რომელიც გამოუშვა Gemini 3.0 Pro-ს გამოსვლისთანავე Google-მა. დღეს არ გვექნება ჩვენ ამისი განხილვა, თუმცა მინდა რომ ორი სიტყვით გითხრათ, აგიხსნათ თუ რას წარმოადგენს ეს სივრცე, რადგან მომავალში ამის განხილვა ჩვენ გვექნება და ვეცდები რომ მაქსიმალურად გაგარკვიოთ თქვენ ამ თემაში. აგენტურის შესაძლებლობების სრულყოფისთვის Google-მა შექმნა Google Anti-Gravity, რომელიც წარმოადგენს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ პროგრამირების პლატფორმას IDE, რომელიც ალბათ მთლიანად ცვლის თამაშის წესებს, მაგრამ არა Google-ის მხრიდან, იმიტომ რომ ასეთი პლატფორმები აქამდეც არსებობდა. კურსორი მაგალითად პროგრამისტები პირველად უფრო ამომწურავად ისაუბრებენ ამ თემაზე, თუმცა მე გეტყვით ზოგად შეხედულებას და ჩემ დასკვნის მსჯელობის შედეგად, რომ აქ გვაქვს რაღაცა ინოვაციები, მაგრამ არა გვაქვს ისეთი ვაუ ეფექტი და ისეთი ბუმი, რომ გაცილებით და საფუძვლიანად სჯობდეს მაგალითად სხვა პლატფორმებს, Windsurf-ი, კურსორი და ასე შემდეგ. როგორც ჩემი მეგობარი პროგრამული ინჟინრები მეუბნებიან, გვაქვს რაღაცა სხვაობები, თუმცა ბევრი რაღაცა არის კლონირებული უკვე არსებული აპლიკაციებიდან. მოკლედ, ეს არის ძალიან კარგი ერთიანი სივრცე, სადაც გვაქვს კოდის ედიტორის, აგენტების პანელის და ბრაუზერთან წვდომის შესაძლებლობა. რაც ეს ქმნის უკვე შესაძლებლობას ხელოვნური ინტელექტისთვის, Gemini-ისთვის, რომ დაწეროს კოდი, გაუშვას, გახსნას ბრაუზერში, დატესტოს, იპოვოს შეცდომები, გამოასწოროს და ეს ყველაფერი გააკეთოს ერთიან სივრცეში. და ეს უკვე ძალიან მაგარი რაღაცაა. აი, თქვენ შეიძლება არ წერთ კოდს, არ ხართ პროგრამული ინჟინერი, არ გესმენთ მთელი ეს მნიშვნელობა, მაგრამ ძალიან მარტივად აღიქვამთ ჩემი აზრით ასეთი პლატფორმების, რაზეც ვსაუბრობთ, ძირითად მნიშვნელობას. ესენი არიან უკვე აგენტურები. ეს არ არის ხელოვნური ინტელექტის სტანდარტული მოდელი, რომ ჩვენ ვწერთ და ის გვიბრუნებს პასუხს, მაგალითად, თუნდაც კოდს რაღაცასთან დაკავშირებით. აქ გვაქვს უკვე აგენტურის შესაძლებლობა, სადაც ერთად ხდება ყველაფერი პროგრამული ინჟინერისთვის, ის უკვეთავს რაღაცა დავალებას, იწერება კოდი ხელოვნური ინტელექტის მიერ და ხდება ხელოვნური ინტელექტის მიერვე ამ კოდის დატესტვა, გაშვება, ბრაუზერთან დაკავშირება, ნახვა შეცდომების პოვნა და მოკლედ დახმარება ყველანაირად მომხმარებლის, ვინც ამაზე ელაპარაკება ხელოვნურ ინტელექტს. კიდევ ერთხელ და მარტივად რომ ვთქვათ, Anti-Gravity ეს არის აგენტებზე ორიენტირებული Agents First პლატფორმა, სადაც პროგრამული ინჟინერი ან დაინტერესებული პიროვნება არის არა მხოლოდ კოდის მწერალი, არამედ არის არქიტექტორი, რომელიც მართავს ავტონომიურ AI აგენტებს, რომლებიც გეგმავენ პროექტებს ჩვენი დავალებით, წერენ კოდს, ტერმინალში სპეციალურ ბრძანებებს უშვებენ, შემდეგ უკვე აპლიკაციას ტესტავენ ბრაუზერში, რომელთანაც აქვთ უკვე ცდომა და იღებენ საბოლოო შედეგებს. Real time. ძალიან კარგი ის არის, რომ როცა ეს აგენტები მუშაობენ, იუზერი, ანუ ჩვენ, შეგვიძლია დაკვირვების რეჟიმში ვიყოთ და ვნახოთ ყველაფერს, რასაც აკეთებენ real time და ეს ძალიან კარგი ინტერფეისია და ძალიან კარგი გამოცდილებაა ჩვენთვის. აგენტებისთვის კიდე ერთი პატარა სივრცე არსებობს იქვე ინტერფეისში, რომელსაც არტიფაქტები ქვია და ეს ნიშნავს იმას, რომ აგენტები მხოლოდ კოდს კი არ წერენ, არამედ ქმნიან ანგარიშებს, გეგმებს, დოკუმენტებს, არეგისტრირებენ სხვადასხვა პროგრამულ ბიბლიოთეკებს, ტერმინალთან აქვს პირდაპირი კავშირი, აკეთებენ დებაგინგს, ანუ ჰარვეზების მოსწორებას და მოკლედ მთელ აგენტურ სამუშაოებს ასრულებენ და ყველაფერს ვნახულობთ ძალიან კარგი გამოცდილებით ჩვენ. და პრინციპში ამ მოდელის შესახებ განხილვაზე Google-ის Gemini 3.0 Pro-ს გულისხმობ, თითქმის გავედით ბოლოში, ერთ დეტალს დავამატებ, უბრალოდ რომ ეს მოდელი არის ძალიან კარგი სისწრაფის და შედარებით დაბალფასიანი, მოსახმარად, როგორც ჩვეულებრივი სტანდარტული იუზერისთვის, ასევე დეველოპერისთვის, API-ის დონეზე და სხვა ტიპის ტექნიკური მოხმარების დონეზე და ამაზე LinkedIn-ზე მაქვს დაწერილი ძალიან კარგი პოსტი სხვათა შორის Google-ის ფასებთან დაკავშირებით, თუმცა აქვე გეტყვით ერთ წინადადებას, რა ხდება Google-ი ცოტა დილემის წინაშია, არ იცის რა გააკეთოს, რადგანაც ხელოვნური ინტელექტის მოდელები შეუძლია განავითაროს ძალიან ძლიერად, მაგრამ ეს არ არის მისთვის მომგებიანი ბიზნესი. ანუ არ მოაქვს ჯერჯერობით არ წერს ფულს, რადგანაც ჩატში არ არის ჩაშენებული რეკლამები, ხოლო აქვს მეორე ძველი ბიზნესი, რომელიც არის search-ზე დაფუძნებული და იქიდან უკვე Google-ი შოულობს ძალიან დიდ ფულს. ხო და ამ დილემის
წინაშეა, ვერ წყვეტს რა გააკეთოს, ვერც ფასებს ვერ აგდებს ხელოვნურ ინტელექტზე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა უჯდება მოხმარება და შეუძლია ფასები დააგდოს და უფრო მეტი იუზერი აკრიფოს, მაგრამ მაინც ვერ გაიყვანს ეს იმ მოგებაზე, რაც ტრადიციულ ბიზნესშია. შესაბამისად, არ ვიცი, ალბათ რამეს მოიფიქრებენ, ჩვენ გადავიდეთ სხვა საკითხებზე და რადგანაც უკვე დავიწყეთ ბაზრის განხილვა, მოდი დავიწყოთ შედარებაც, მოკლედ და უკვე გადავიდეთ პრაქტიკაზე. ორიოდე სიტყვას ვიტყვი შედარების შესახებ. გვაქვს საქმე Gemini 3.0 Pro-თან, ChatGPT 5.1-თან და Grok 4.1 მოდელთან, რომელიც სამივე ახალი გამოსული მოდელი, რომელიც შედარებაც და გარკვეული ანალიზი გვიწევს. პირველ რიგში გეტყვით ჩემს პოზიციას. მე ამ სამ მოდელიდან ვერცერთს ვერ გამოვყოფდი ნომერ პირველად იმ კუთხით, რომ სხვების გამოყენება არ გვიწევდეს. ჩემი აზრით, იუზერებისთვის ჩვენთვის საუკეთესო გამოსავალია მულტიმოდელურობა. ანუ, სხვადასხვა დავალებისთვის სხვადასხვანაირად, სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით, რომელსაც ახლა ცოტა ხანში განვიხილავთ რა კატეგორიები შეიძლება იყოს. ეს არის საუკეთესო გამოსავალი და არ შეიძლება რომელიმე ერთზე დავდოთ მთელი ფსონი. დავიწყოთ კატეგორიების ჩამოთვლა. პირველი ეს არის მათემატიკა, ლოგიკური აზროვნება, უფრო ტექნიკური საკითხები, სადაც ამ წუთის მდგომარეობით მართლაც უპირობო ლიდერი არის Google-ის Gemini 3.0 Pro, რომელიც მრავალეტაპიან ამოცანებს thinking mode-ით, რაზეც ჩვენ დღეს უკვე ვილაპარაკეთ, სიღრმისეულად ასრულებს. რაც შეეხება ChatGPT-ს, ChatGPT ძალიან კარგია ამ კატეგორიის მიხედვით, უბრალოდ გარკვეული ამოცანებისთვის მას უწევს კოდის ინტერპრეტირება და პირდაპირ ისე სრულყოფილად ვერ აანალიზებს მთელ მოვლენას, როგორც Gemini აკეთებს ამას. ხოლო რაც შეეხება Grok-ს, უფრო მოიკოჭლებს წინა ორ მოდელთან შედარებით ამ კუთხით და ცალსახაა სხვაობა ამ მოდელებს შორის. რაც შეეხება კოდირებას, მეგობრებო, უბრალოდ ავტონომიურ კოდირებას, რაზეც წეგან ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, ამ სამი მოდელიდან Gemini ძალიან კარგად გამოიყურება, მით უმეტეს Google ანტიგრავიტის გამოსვლის შემდეგ, რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, თუმცა გარკვეულ ბენჩმარკებზე ChatGPT კოდექსი, ბევრად უფრო დახვეწილი ფუნქციებით და შესაძლებლობებით ამ მიმართულებით ცოტა სჯობს. რაც შეეხება Grok-ს, არის კომპეტენტური, მაგრამ ამ ორ მოდელს ვერ შეედრება, რადგანაც Grok-ის მთავარი სპეციალიზაცია ამ წუთის მდგომარეობით კოდი ნამდვილად არ არის. გუშინ გამოვიდა Claude-ის Opus 4.5 მოდელი და Claude ამ სამივე მოდელს ბევრად სჯობს, მათ შორის ავტონომიური აგენტების მიმართულებით და დახვეწილი კოდის წერის მიმართულებით. ჩემი დაკვირვებითა და მოსაზრებით, Claude-ს ნამდვილად ვერ შეედრება ეს სამი მოდელი კარგი ხანი, იმიტომ რომ სპეციალიზირებულია კოდის წერაზე, ამ ნიშაში მოძრაობს და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ნიშა არ დაკარგოს. გადავიდეთ შემდეგ კატეგორიაზე. რაც შეეხება კრეატიულ წერას, writing-ს. იმართლა რომ თქვათ, ამ სამი მოდელიდან Gemini-მ ქართული იცის ყველაზე კარგად, მაგრამ თავად წერის კუთხით, კრეატიული წერის მიმართულებით, Gemini უფრო კვლევარს გავს, უფრო საფუძვლიანად პასუხობს რაღაცებზე, ჩემთვის მაგალითად ძალიან მოსაწონია, მაგრამ ChatGPT-სგან განსხვავდება. ChatGPT-ს მეტი კრეატივი გააჩნია ამ მხრივ. რაც შეეხება Grok-ს, Grok-ის ახალი მოდელის 4.1-ის გამოშვების შემდეგ ძალიან დაიხვეწა კრეატიული წერის შესაძლებლობა, ძალიან კარგი ემოციური ინტელექტი აქვს, თუმცა ჩემი აზრით ჯერჯერობით დიდად ChatGPT-ს მაინც ვერ უსწრებს. ნახოთ რა იქნება მომავალში. გადავიდეთ შემდეგ კატეგორიაზე. შემდეგი კატეგორიაა მულტიმოდალურობა, რაზეც დღეს ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ. ამ სამ მოდელს შორის Gemini არის უპირობო ლიდერი მულტიმოდალურობაში, ფოტო, ვიდეო, ტექსტი, კოდი, ყველაფრის ერთად შინაარსი, ყველაფრის ერთად გაანალიზება, მიღება არის საუკეთესო და ჯერჯერობით არ მგონია ძალიან მალე დაეწიონ ეს სხვა მოდელები ამ მიმართულებით Gemini-ს. შემდეგი კატეგორია ეს არის ფაქტების სიზუსტე და ვებძიება. ამ შემთხვევაში გაგიკვირდებათ და Gemini-ს ამ ახალ მოდელს აქვს ცოტა ჩავარდნა, რადგანაც მას პირდაპირ წვდომა აქვს Google-თან, grounding-ი ქვია ამას, თუმცა არ ვიცი რატომ ხდება ეს, განგებ გააკეთეს თუ უბრალოდ შეცდომაა მოსული, ვერ იღებს ინფორმაციას Gemini-ის ეს ახალი მოდელი ვებსაიტებიდან სრულად, არამედ მხოლოდ ხედავს Google-ში, რასაც აგდებს პატარა ტექსტს კონკრეტული ვებსაიტების შესახებ და ეს არ არის საკმარისი. ეს არის სერიოზული ხარვეზი ამ წუთის მდგომარეობით ერთ-ერთი ყველაზე დიდი მინუსი Gemini 3.0 Pro-ს. რაც შეეხება ChatGPT-ს ამ სამ მოდელს შორის, ეს არის ყველაზე მეტად დახვეწილი, ყველაზე კარგად სრულყოფილად აკეთებს web search-ს, თუმცა მოგეხსენებათ, რომ ჰალუცინაციების წილიც არის ხოლმე საკმაოდ დიდი. რაც შეეხება Grok-ს, მეგობრებო, Grok-ს იცით თქვენ, რომ Elon Musk-ისაა და პირდაპირ წვდომა აქვს X პლატფორმასთან, თუმცა შემოიფარგლება მხოლოდ X-ით, Reddit-ით
რამდენიმე პლატფორმით და სრულ web search-ით ვერ სჯობნის მაგალითად ChatGPT-ს. აი ესაა სიტუაცია ამ კატეგორიაში. და ბოლოს, ემოციური ინტელექტით, როგორც გითხარით, Grok-ი ამჟამად არის ყველაზე ძლიერი ახალი მოდელის გამოშვების შემდეგ, თუმცა ჩემი აზრით ცოტა მოსაბეზრებელია ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან კარგი სასაუბრო პარტნიორი იყოს, მაგრამ მე დიდად არ მომწონს ეს. თუმცა ყველა benchmark-ზე ემოციური ინტელექტით სხვა ორ მოდელთან შედარებით Grok-ი არის პირველ ადგილზე, ვერავინ ვერ სჯობნის ამ მიმართულებით Grok-ს. და ბოლოს, მართლა პრაქტიკაზე სანამ გადავიდოდეთ, დავამატებდი მინუსები. ცოტა კი მოვიხილეთ და ვთქვით, მაგრამ კიდევ რომ გავუსვათ ხაზე. მოკლედ, Gemini-ის ამ ახალი მოდელის მთავარ მინუსად, როგორც გითხარით, ზუსტად ეს ითვლება, ფაქტობრივად რომ აქვს მთელ Google-თან, მაგრამ არ შედის სიღრმეში და მხოლოდ იღებს საძიებო სისტემის აღწერებს, snippet-ებს უწოდებენ ამას და მხოლოდ ამას მოიხმარს, რაც ძალიან დიდ gap-ს აჩენს Gemini-ისთვის ეს მომენტი. არის კიდე მეორე მინუსი, რაც ძალიან ბევრ ადამიანს არ მოსწონს, ეს არის, რომ თვლიან, რომ ზედმეტად რობოტული და აკადემიურია და ისეთი ადამიანური არ არის, როგორც ChatGPT. მივადექით ChatGPT და ChatGPT-ის ყველაზე დიდი მინუსი, როგორც იცით, არის ჰალუცინაციები, რომელიც ხშირად ემართება ხოლმე და აქ გვაქვს სერიოზული ჩავარდნა. ხოლო Grok-ის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ემოციური ინტელექტი, მაგრამ ზოგჯერ არის ძალიან შემაწუხებელი და მომაბეზრებელი, ყველაფერზე გეთანხმება, შეიძლება ჰალუცინაციაზეც წავიდეს მაგის გამო, რომ რაღაცაზე დაგეთანხმოს. მოკლედ, სხვადასხვა უკიდურესობა გვაქვს, ერთი მიმართულებით თუ რობოტული და აკადემიური საუბარია, მეორე მიმართულებით გადამეტებული ემოციური ინტელექტი, მოკლედ შუალედი მე მგონი არ გვაქვს. ეს არის ყველაფერი, რაზეც საუბრობენ ინტერნეტში ამ დიდი მოდელების შესახებ, რაზეც სერიოზული დასკვნებია გაკეთებული, მე რა თქმა უნდა ამოვარჩიე მხოლოდ და მხოლოდ სანდო წყაროები და ისეთი ოფშენები, რაც გასათვალისწინებელია და გაიდლაინებიდან მოდის ამ დიდი კომპანიების, ხოლო ახლა უკვე მოდი დავიწყოთ ჩვენვე დაკვირვება მთელ პროცესზე, დატესტვა და ვნახოთ რეალობაში რა გვაქვს. რა შედეგები გვაქვს და ჩვენ, როგორც ერთი რიგითი მომხმარებლები, როგორ გავაანალიზებთ, რომელი მოდელი ჯობს სინამდვილეში, რა კატეგორიებით და ჯამურათაც, რომელი ვარიანტია ჩვენთვის ყველაზე მისაღები. შეგვიძლია დავიწყოთ მეგობრებო ჩვენი ეპიზოდის უკვე ტესტირების პრაქტიკული ნაწილი, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ეპიზოდის, ყველაზე რთულიც, იმიტომ რომ საკმაოდ რთული ამოცანა გვიდგას წინ. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ტესტი და ოკეი, ამ ტესტებს კი მივცემთ, მაგრამ რაღაცნაირად რაღაც ჭეშმარიტებამდე უნდა მივიდეთ, რომელი მოდელი აკეთებს უკეთ დავალებებს. ძალიან არ მიყვარს ზედაპირული შეფასებები ხოლმე, აი ძალიან მერთულება. ეხლა როგორ შეიძლება რომ აი ეს ერთი შეხედვით მივხვდეთ, იმიტომ რომ აქ უნდა გქონდეს ბევრი ცვლადი, კარგი საზომი, კარგი ფიქრია საჭირო და დაკვირვება, თუ რომელი მოდელი უზრუნველყოფს უკეთეს შედეგებს, მაგრამ მაინც იმდენად ბევრი რამ მაქვს მოზადებული, მე მგონი რაღაცაში გავერკვევით და რაღაცა ჭეშმარიტებამდე მაინც მივალთ. მე თუ ვერ მივალ, ყოველ შემთხვევაში თქვენ მაინც რომ დააკვირდებით რაღაცა დასკვნები შეგიძლიათ გააკეთოთ. შეგვიძლია დავიწყოთ Brave-ში ცალკე ბრაუზერი მაქვს გახსნილი ამისთვის, მომზადებული მაქვს აი ძალიან ბევრნაირი ტესტი თქვენთვის და აი ნარჩევი თითოეული მათგანი დაკვირვებით შევარჩიე ყველა, რომ სრულყოფილი შედეგები მივიღოთ, კარგად დასაკვირვებელი შედეგები მივიღოთ. გახსნილი მაქვს Gemini, ჩემო მეგობრებო, ფასიანი ვერსია, ეხლავე გადავალ ფასიან ვერსიაზე. გახსნილი მაქვს ასევე Google AI Studio, რომელზეც ჩვენ გვილაპარაკია წინა ტუტორიალებში. გახსნილი მაქვს ასევე Vertex-ი, რომელზეც ჩვენ ჯერ არ გვილაპარაკია, ესეც Google-ისაა და უკვე Enterprise ყველაზე მაღალი დონეა, სადაც გვაქვს სტუდიოს შესაძლებლობა და ამ თულებით სარგებლობის ვარიანტი. ერთ-ერთ ტუტორიალში აუცილებლად მოგახსენებთ Vertex AI-ის უკვე ძირითად ღრმა ფუნქციონალებს, რაოდენ ბევრი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია, მოდელის დატრენინგება შეგვიძლია ბოლოს და ბოლოს და Enterprise ძალიან დიდ მონაცემებზე მუშაობა ხელოვნურ ინტელექტთან ერთად. თუმცა ამჯერად მაგ საკითხებს არ შევეხები. ასევე გვაქვს ChatGPT გახსნილი, ChatGPT-ის შემთხვევაში Plus ვერსია მაქვს გამოწერილი, ფასიანი ვერსია მაქვს ანუ და მაქვს ასევე Grok-ი გახსნილი, რომელშიც წვომა მაქვს ყველაფერზე, იმიტომ რომ უფასო ვერსიაშიც არის, თუმცა ამ წუთის მდგომარეობით უფასო ვერსია მაქვს და არა ფასიანი ვერსია, ესეც რომ გაითვალისწინოთ. შეგვიძლია დავიწყოთ პირველი დავალებით, მულტიმოდალური ვიზუალიზაცია, რაზეც საუბრობდით ჩვენ Gemini-ის შემთხვევაში, პლანეტები 3D ფორმატში, შეგვიძლია პირდაპირ მივცეთ დავალება, სიმართლე გითხრათ, ChatGPT-სა და Grok-ს აღარც მივცემ, იმიტომ რომ ჩემი აზრით ცალსახად სჯობნის ფრონტში Gemini და ბევრად უკეთ აკეთებს, თქვენ თუ გნებოთ დატესტეთ, მაგრამ მე ამაზე დროს ნამდვილად არ დავკარგავ.
Gemini-ს შემიძლია პირდაპირ მივცე ეს დავალება, აქ ოღონდ Canvas ფუნქცია მოვნიშნო აუცილებლად. და გარდა ამის, Google AI Studio-ში ამ ეტაპზე არ მივცემ იყოს მარტო Gemini. გადავალ შემდეგ დავალებაზე სრული ვებ აპლიკაცია ერთ პრომპტში. აქაც გაწერილია, რა თქმა უნდა, ქართული ენა მითითებული გვაქვს, რომ ქართულ ენაზე დააგენერიროს. აქაც შეგვიძლია მივცეთ და დავაკვირდეთ უბრალოდ ახალ Gemini-ს გავხსნე აუცილებლად, რომ იქ მივცეთ. უბრალოდ ამჯერად არ მივცეთ Gemini-ში შიგნით და მივცეთ უკვე Google AI Studio-ში შიგნით build-ის ფუნქციით და აქ დავაკვირდეთ, უბრალოდ ვნახოთ პროდუქტი ხომ არ არის რამე მოსანიშნი. მე მგონი რომ პროდუქტი არაფერია, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის Google Search-ი მაინც მოვნიშნოთ და თუ რაიმე საჭიროა, აუცილებლად მივხვდებით იმასაც. build მივცეთ ამ შემთხვევაში. სურათების გენერაცია Nano Banana-ს მეშვეობით აქ უბრალოდ სურათის გენერაციას ეხება საქმე. ოკეი, ესეც მივცეთ. ჰიპერრეალისტური სურათის გენერაციას ბევრი დრო ასეთ მარტივ დავალებებზე რო არ დავკარგოთ. ამიტომ სწრაფად ვიზამ. შეგვიძლია მოვნიშნოთ Gemini-ს Nano Banana და მივცეთ ეს დავალებაც. შემდეგი დავალება არის სამედიცინო ვიზუალური reasoning-ი. უნდა ავუტვირთოთ ჩვენი რენტგენის სურათი და მივცეთ დავალება, დავაკოპირებ ამ დავალებას და უბრალოდ ავუტვირთავ რენტგენის სურათებს. ამ შემთხვევაში უკვე მოდი Vertex AI-ს მივცეთ, ესეც საინტერესო იქნება, აი აქ ნახეთ უბრალოდ რამდენი შესაძლებლობაა და ეს მხოლოდ ზედაპირია, რაც Vertex AI-ს შეუძლია და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ, უბრალოდ tools ხომ არ არის საჭირო, მე მგონი რომ tools ხო, ეს გვაძლევს ორი სხვადასხვა მოდელის შედარების საშუალებას. ამ წოთის მდგომარეობით ეს არ გვაინტერესებს, შესაბამისად, მხოლოდ შეგვიძლია პირდაპირ მივცეთ ეს დავალება ჩვენ რაც გვჭირდება. რაც შეეხება შემდეგ დავალებას, ეს არის ინტერაქტიული თამაში. ამ შემთხვევაშიც დავაკოპიროთ ეს დავალება და ამ შემთხვევაში მივცეთ პირდაპირ Gemini-ს ეს დავალება, გავუკოპიროთ და მივცეთ Canvas და ამასაც დავაკვირდეთ და თვითონ დავალების შინაარსები მერე შედეგების მიხედვით განვიხილოთ. მეგობრებო, რომ ცალსახა იყოს. ფინანსური ანალიზი, აქ პირდაპირ ფინანსური ანალიზია მოცემული, რაც უნდა real time გაანალიზოს ქართულ ენაზე. ამ შემთხვევაში ამას უკვე მე მივცემ სამივე მოდელს. პირველი დავალებები, იმიტომ არ მივეცე სხვა მოდელებს, რომ მულტიმოდალობას ეხებოდა საქმე და იქ ცალსახად ჩემი აზრით ულაპარაკოთ Gemini-ა უპირველესი, აქედან გამომდინარე, მხოლოდ და მხოლოდ Gemini-ს მივეცე. ხოლო აი ამ დავალებას უკვე მე ვაპირებ, რომ მივცე სამივე სხვადასხვა მოდელს, როგორც Gemini-ს, ასევე ChatGPT-ს, უნდა გააკეთოს ესეც და მივცეთ ასევე Grok-საც ეს დავალება, დავაკვირდეთ უბრალოდ შედეგებს, რა შედეგები გვექნება. სანამ ვიდეო ანალიზის დავალებას განვიხილავდეთ, მეგობრებო და გადავიდოდეთ ამ ბოლო რამდენიმე დავალებაზე, დავაკვირდეთ უბრალოდ რაიმე წინსვლა ხომ არ გვაქვს, როგორ შეასრულა ჩვენი დავალებები. ეს არის პლანეტარული სისტემა, რაც ააგო, კარგია, მაგრამ არ არის მთლად ისეთი ვიზუალურად გამართული და ეფექტური, როგორიც მე მინდა. სიჩქარე შეგვიძლია ვარეგულიროთ? კი, სიჩქარეთ შეგვიძლია ვარეგულიროთ, ეს ძალიან კარგია. ჩვენ გვაქვს აქ ფუნქციების დამატების შესაძლებლობა და ასევე გვაქვს რაღაცა მონიშნვის და დავალების ისე მიცემის შესაძლებლობა. მოდი მოვნიშნოთ, რომ უფრო გასაგები იყოს, მინდა რომ ეს იყოს უფრო რეალისტური და ესთეტიური. და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ. რაც შეეხება შემდეგ დავალებას, ფოტო შექმნა, როგორც ხედავთ. ოკეი, კი, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ რეალობას ხდება. შეიძლება რაღაცების გამოსწორება კიდევ, თუმცა ძალიან რეალისტურია და მომწონს ნამდვილად, როგორც აკეთებს Nano Banana ამ საქმეს. გადავიდეთ შემდეგ დავალებაზე. შემდეგ დავალებაში ჩვენ ვთხოვეთ, რომ ფუნქციონალური საიტი შეექმნა უკვე. Hello და რა ქნა ვნახოთ, რა გააკეთა. ოკეი, კამერის ფუნქცია აქვს დამატებული, ფილტრებიც. ოკეი, გადავიღოთ, ვნახოთ რა შედეგს მომცემს. რაღაცა არ მუშაობს და შესაბამისად მივცეთ fix errors, გამოასწოროს ეს, გადავიდეთ შემდეგ დავალებაზე. ამ შემთხვევაში Gemini უკვე deep research-ს მთხოვს მე. ოკეი, მივცეთ deep research-ი, ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ. გადავიდეთ უკვე Google AI Studio-ზე მიცემულ დავალებაზე, სადაც ჩვენ მოგცა უკვე აქ, ვაუ, მაგარია. ფინანსებთან დაკავშირებით მოგცა ძალიან კარგი დეშბორდი თან live time მე მგონი აი რაღაცა არ მუშაობს. ოკეი, დავარეფრეშოთ, ნახოთ რა შედეგია, მაგრამ ძალიან კარგადაა ეს აწყობილი ბაზრები. ოკეი, სხვა გვერდები არ მუშაობს. მაშინ ეს უნდა გამოვასწორებინოთ რაღაცნაირად.
არ მუშაობს ყველა გვერდი. მაგალითად, მთავარი ბაზრები, რეპორტებიც არ მუშაობს სავარაუდოდ. ოკეი, მივცეთ ეს, გადავიდეთ vertex-ის შემთხვევაში, vertex ჩვენ მივეცით რენტგენის სურათი და მივეცით დავალება, რომ გაეანალიზებინა ეს სურათი, გამოსახულებების ანალიზი. ლოკალიზაცია და აღწერა. ზედა რიგი მარცხნიდან მარჯვნივ. თავის ქალა. კი ბატონო, ზუსტია. შუა რიგი მარცხნიდან მარჯვნივ. ხერხემლის წელის ნაწილი. შუა რიგი ხერხემლის წელის ნაწილი. ზუსტია. ქვედა რიგი ტერფი. ოკეი, ტერფია. და დიაგნოზი. ანომალიების ლოკალიზაცია. დიაგნოზი ეს არის ნორმალური ანატომიური სტრუქტურების კრებული. ოკეი, მშვენიერი. ზუსტად აქვს რაც შევადარე, ეს ზუსტად აქვს ამოცნობილი. ხა მე გამიჭირდება იქიმი არ ვარ და რა შეიძლება ვკითხო სიმართლე გითხრათ არ ვიცი თუ რაიმე ანომალია ფიქსირდება არც იმის დრო არ გვაქვს რომ ძალიან ღრმად ჩავყვეთ მაგრამ რაც მივიღეთ ეს შედეგი საკმაოდ მომწონს მე კი ბატონო გადავიდეთ new chat-ში და გადავიდეთ chat-GPT-ის შემთხვევაში აქ ჩვენ დავალება მივეცით ოკეი არ ჩამირთავს უბრალოდ მივეცი და შემიძლია მივცე ეს დავალება რომ მოიკვლიოს და რაც შეეხება გროკის შემთხვევაში, აი ეს Tesla-ს დავალება გვაქვს მიცემული, ესე იგი, ჩვენ Gemini-ისთვის, ChatGPT-ისთვის და გროკისთვის და პასუხი გვაქვს მარტო გროკისგან ჯერ საკმაოდ სწრაფად. რამდენად სიღრმისეულია. ვაუ, დეშბორდებიც წამოუღია ძალიან კარგი. მოდი გავაანალიზოთ ცოტა რომ ცხადი იყოს ჩვენთვის. რამდენად ობიექტურად გვიპასუხა. სააქციო საკვანძო ანალიზის ანგარიში. შეჯამება, შემოსავლის სტრუქტურა, დიაგრამა, ოკეი, შეფასება, კომპეტენტურად აქვს გაკეთებული რისკები, კატალიზატორები, შედარება სექტორთან. ძალიან კარგი ჩანს. ეხლა ამ ყველაფერს გადამოწმება დასჭირდება, მეგობრებო, რამდენად ჰალუცინაცია ხომ არ ფიქსირდება ან შეცდომა, მაგრამ რასაც აქ ხედავ, ძალიან სერიოზულად გამოიყურება. Download-ის ფუნქციაც გვაქვს და რაიმე ერთი დავალება მივცეთ, მაგალითად BID-ის დავალება და ვნახოთ ესეც რა შედეგზე გავგვიყვანს. ChatGPT ჯერ კიდევ ფიქრობს, Gemini საერთოდ deep research-ზეა წასული ამ შემთხვევაში. რაც შეეხება ამას, ამისი შედეგი საერთოდ ვერ გავიგე სიმართლე გითხრათ, ბოლოს ერორი გამოაგდო აქ, ოკეი, გადავიღოთ სურათი და რა. გალერეაში მინახავს სურათს, ოკეი, ეს რა არის? გასაგებია, რასაც აკეთებს, ანუ უბრალოდ ფერებს ცვლის. ოკეი, მოდი რაიმე დავალება მივცეთ, უფრო საინტერესო, make this app much more aesthetic dark. და ვნახოთ რას გააკეთებს, რაც შეეხება აქ არ გვაქვს მიცემული არაფერი და რაც შეეხება აქ პლანეტარული სისტემა გააკეთა, უბრალოდ მე მგონი რაღაცა ხარვეზებია, იმიტომ რომ ვერ ვატრიალებ როგორც საჭიროა. თან ისეთი პასუხი მე მგონი არ მომცა ჩემს დავალებაზე, შედეგი როგორიც მე მინდოდა. მე ვუთხარი რომ რეალისტური ყოფილიყო ყველაფერი და სამწუხაროდ დაახლოებით იგივე შედეგი მაქვს, რაც მქონდა დიდი სხვაობა არ მაქვს. ოკეი, მაშინ მოდი გავაკეთოთ ასეთი რაღაცა. გამოიყენე NASA ფოტოები და ვიდეოები, რათა გაცილებით უფრო რეალისტური იყოს ეს აპლიკაცია. კი ბატონო, რა არის შემდეგი დავალება? მოდი ვიდეოს ანალიზი სულ ბოლოს გავაკეთოთ. კომპლექსური ინფოგრაფიკა და დიაგრამა, ესეც გვჭირდება, რომ მივცეთ Gemini-ის ჩვენ. თუმცა ამ შემთხვევაში, რომ თქვენს დარწმუნებული იყოთ, რომ გაცილებით უკეთ აკეთებს Gemini, მოდი ეს მივცეთ Gemini-ისაც. და ასევე გავხსნათ ChatGPT-საც მივცეთ და Grok-საც მივცეთ, რათა თქვენ არ დაგრჩეთ იმის შეგრძნება, რომ შეიძლება ის უკეთ აკეთებდეს და დარწმუნებული იყოთ, რომ Gemini ამ საქმეში არის ყველაზე ძლიერი. მოდი მივცეთ Grok-საც ეს დავალება, ოკეი. რაც შეეხება Tesla-ზე, კიდე განაგრძო მეგობრებო, როგორც ხედავთ, დამატებითი დავალება მივეცი და ძალიან სიღრმისეულად მიდის. ოკეი, ძალიან მომწონს, მართლა მომეწონა ეს ანალიზი.
ჩემი აზრით, ჩემი ინტუიციით და ხედვით აქ არ იქნება ძირეული შეცდომები დაშვებული. შეიძლება ისიც განაპირობებს ამას, რომ უბრალოდ Tesla-ს ეხება საქმე, რადგანაც ორივე ილონ მასკისაა. რაც შეეხება შემდეგს, ეს არის უკვე deep research-ი, მეგობრებო, Gemini-ის მიერ გაკეთებული. ოკეი, ესეც ძალიან სიღრმისეულად არის გაკეთებული. ტექსტია დაწერილი, მაგრამ მოდი მოქმედებაზე გადავიდეთ ჩვენ და აქ სარჩევი გვაქვს და მოდი ამის მიხედვით ავაწყოთ ინფოგრაფიკა, მერე web page-იც და ვნახოთ რა შედეგი გვექნება. რაც შეეხება ამას, ოკეი, გადააკეთა, უბრალოდ არაფერი დიდი შედეგი არ მაქვს. ოკეი, ესეთი ვინტაჟი და სხვადასხვა სტილზე გადაყავს. საინტერესოა, მაგრამ მოდი დავუმატოთ ესეთი ფუნქცია. დაამატე Instagram 2025 წლის ყველაზე ტრენდული ფილტრების ფუნქცია. და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ. აქ თავისუფალი გვაქვს ყველაფერი და აქ მაინც ვერ გააუმჯობესა ვერაფერი. აქ მნიშვნელოვნად მეტი, როგორც ჩანს, უფრო სრულყოფილი პრომპტია საჭირო, რომ აქ აზრზე მოვიდეს. აქ მზე საერთოდ გააშავა ამ შემთხვევაში. მოკლედ რაღაცა შედეგი მოგცა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე დიდად არ მომწონს ბევრად უკეთეს ველოდი. ეს საერთოდ რა წამოიღო, ვერ მივხვდი. გადავიდეთ შემდეგ დავალებაზე, ეს არის კრეატიული წერა, 300 სიტყვიანი წერილი, ესეც ქართულ ენაზე და მოდი ამ შემთხვევაშიც ჩვენ ეს დავალება მივცეთ სამივეს. მაინტერესებს სამივე შედეგები, როგორც Gemini-ის, ასევე მივცეთ ეს დავალება ჩვენ ChatGPT-ს და ასევე მივცეთ Grok-ს ეს დავალება და დავაკვირდეთ სამივეს როგორ შედეგს მოგცემს, რომ ესეც ამის დატესტვად შევძლოთ და შედარება. ამ შემთხვევაში ჩვენ Grok-ში მონიშნული არ გვაქვს არაფერი, არც persona გვაქვს მონიშნული და ეს აუცილებლად იქნება საჭირო. მოდი writing assistant შეგვიძლია ესეთი პროექტი მოვნახოთ და ამას მივცეთ და ვნახოთ რას გავგვიკეთებს ეს. და რაც შეეხება ChatGPT-ში შეგვიძლია პირდაპირ მივცეთ ეს დავალება. როგორც ხედავთ, Gemini, მეგობრებო, ინფოგრაფიკა გააკეთა გენერაციული ხელოვნური ინტელექტი. ვაუ, ძალიან კარგია. ამაზეა. გაუმჯობესება შეიძლება. ოკეი, იგივე დავალება როგორ გააკეთა, ეხლა ვნახოთ ChatGPT-მ, თუ საერთოდ გააკეთა ChatGPT-ისთვის სავარაუდოდ არ მიმიცია ეს დავალება, მე გამორჩა შეიძლება. ოკეი, ხელახლა მივცემ ახლა ამ დავალებას, რომ დავინახოთ რეალური შედეგი რას გააკეთებს. რაც შეეხება ამას 300 სიტყვიან წერილს, ეხლა გაგვიჭირდება ესე მარტივად რომ მივხვდეთ, მაგრამ ჯერ კიდევ წერს. ოკეი, აქ რა ხდება? ინფოგრაფიკას რომელიც Grok-ს მივეცი, რაღაც ასეთი გამოაგდო. აქ საერთოდ არ არის ამის გაკეთება შესაძლებელი, რაღაცა სხვა მეთოდით უნდა გავუშვათ და გამოვიყენოთ. ისე მარტივად როგორც Gemini-შია შესაძლებელი, აქ ნამდვილად არ არის. ChatGPT ამ დავალებაზე. ოკეი, ამან მოგცა ChatGPT-მ ამ შემთხვევაში. ეს სხვა დავალება მივეცი მე უბრალოდ. ამ შემთხვევაში ChatGPT-მ ასეთი რაღაცა გააკეთა, ნახოთ და ასრულოს და ისე გავაანალიზოთ. Grok-ს რაც შეეხება, Grok-მა მოგცა, ერთი შეხედვით ხედა უკვე რომ Grok-მა კრეატივისკენ წაიყვანა საქმე, თქვენც ვხვდებით მე მგონი და ისე დააგენერირა პასუხი. როგორც გითხარით, Grok 4.1 ძალიან გაძლიერებულია წერაში და შეგიძლიათ დატესტოთ აუცილებლად გამოიყენოთ. რაც შეეხება Gemini-ს, Gemini-მ ამასობაში დააგენერირა Tesla-ს შესახებ წეღან რაც შეუკვეთე ინფოგრაფიკები და ნახეთ ძალიან კარგად გააკეთა ეს ყველაფერი, მე უფრო მეცვალოდი სიმართლე გითხრათ, მეტი მჭირდებოდა, მაგრამ ეს არის რაც არის, დამატება შეგვიძლია. ოკეი, ნახოთ კიდე შემდეგი დავალება რაც არის. მეგობრებო, მოდით გიხდით, რომ ბევრ რაღაცას ვტესტავ და შეიძლება ვტუნაობ ადგილიდან ადგილზე, ლოკაციიდან ლოკაციაზე, მაგრამ მე მგონი რომ მიხვდებით, იმიტომ რომ რთულ დავალებებს ჯერჯერობით ნამდვილად არ ეხება საქმე. ეხა ამჯერად მე მინდა ლოგიკური ამოცანა მივცეთ უკვე და ესეც შევადარებინოთ, reasoning-ი როგორ გააკეთებს ამას. ეს Gemini-ს უთხრათ პირველ რიგში ეს დავალება in Georgian language. ასევე ჩვენ უთხრათ ეს დავალება ChatGPT-საც ძალიან დიდი რაღაც გააკეთა, დაწერა ამ 300 სიტყვიანზე და ძალიან ვრცლად. ChatGPT წერაში მაინც რჩება ძლიერად. ქართული უჭირს ხოლმე და არ არის ისეთი ორიენტირებული როგორც Gemini და ზუსტი, მაგრამ როგორც ხედავთ, მაინც საკმაოდ სრულყოფილად და მასშტაბურად დააგენერირა ამაზე პასუხი. ოკეი.
მივცეთ ჩვენ ახალი დავალებაც ChatGPT-ს ლოგიკური ამოცანის ამოხსნა, რაც შეეხება ეს ჩავხუროთ, new chat-ზე გადავიდეთ და გვჭირდება და ერთადერთი რაც გქონდა რო არ აგვერიოს, ხო, ეს არის რაც Gemini-მ გააკეთა Tesla-სთან დაკავშირებით და მე მგონი ChatGPT-ს Tesla-სთან დაკავშირებით, ეს აქვს გაკეთებული ChatGPT-ს, კი ბატონო, ვიზუალურად მოწესრიგებული არ არის. თუმცა ნამუშევარი აქვს და კვლევის შედეგები აქვს ამოღებული, ანუ ვებსაიტებზე წდომა ძალიან კარგად აქვს და წამოღებული აქვს იქიდან ინფორმაცია. ოკეი, მე სიმართლე გითხრათ, გროკის შემთხვევაში ყველაზე მეტად მომეწონა ეს დავალება, როგორც შეასრულა. რაც შეეხება აქეთ რა ხდება, Vertex-ზე ხო, ჯერ აღარაფერი მიგვიცია ახალ chat-ში ვართ, Google AI Studio-ზე ხო, აქ ეხა კი ეს გამოგრჩა, ანუ აქ მე ვუთხარი, რომ სხვადასხვა გვერდი არ მუშაობდა და გაასწორა მეგობრებო, როგორც ხედავთ, არ ვიცი რაზე დაყრდნობით არის ეს ყველაფერი, მაგრამ სწრაფად კი ნამდვილად მოქმედებს. მოდი რაიმე დავალება მივცეთ, ან მთლიანად ეს თვითონ უგთავაზობს ყიდვა-გაყიდვის ფუნქციონალს და ვნახოთ დავამატებინოთ. Gemini, ოკეი, ეს დავალებაც აღარ გვინდა, არ არის საინტერესო და რაც შეეხება ამას, მათემატიკურ პრობლემას, მე მგონი ესაა დარჩენილი და ვაუ, მე სხვა მათემატიკურ დავალებებზეც მოვსინჯე, Gemini და ძალიან სრულყოფილად აკეთებდა, ნახეთ, ძალიან მაგრად აქვს გაკეთებული. ოკეი, შეჯამებამდეა მისული. მოდი ვნახოთ ფიქრის პროცესიც. როგორც ხედავთ, ფიქრის პროცესშიც საკმაოდ სიღრმეშია წასული. რაც შეეხება ChatGPT-ს, ChatGPT-ისთვის მე მგონი ეს დავალება კი ChatGPT-ში ივეცით ჩვენ ეს დავალება და ChatGPT-ც საკმაოდ ღრმა მსჯელობაშია წასული, უпростоროდ უფრო დიდში ვიდრე Gemini. და მე მგონი პასუხი არის ცოტა განსხვავებული, ვიდრე Gemini-მ დააგენერირა. ამიტომ ეს ჩვენ დავაკოპიროთ ახლა უბრალოდ და მივცეთ ChatGPT-ს. ეს სწორია მოცანასთან დაკავშირებით და რაც შეეხება Gemini-ს, ნუ ეს Tesla-ს დავალება, აღარ გვინდა გადავიდეთ მთავარ chat-ში და Gemini-ს ეს არ მიგვიცია, ამიტომ პირდაპირ შეგვიძლია ვკითხოთ ამასაც თუ სწორია. რაც შეეხება ახალ დავალებას, ბოლო დავალებას, პერსონალური აგენტის დაგეგმა, ნუ ამას ახლა ესე chat-ის ინტერფეისიდან არც ერთი გააკეთეს, მაგრამ ინტერესოა რა პასუხს მივიღებთ, ამიტომ შეგვიძლია პირდაპირ ავდგეთ და მივცეთ ეს დავალება Gemini-საც, ChatGPT-საც, ეს დავალება შეგვიძლია მივცეთ ამ chat-ში, რომელიც თავისუფალია და Grok-საც შეგვიძლია მივცეთ ამ chat-ში, რომელიც თავისუფალია. დავაკვირდეთ შედეგებს, რა იქნება ამასობაში, რამ გამოაჩინა ცეცხლი. 300 სიტყვიანი Gemini-საც აქვს ძალიან კარგად დაწერილი, გრძლად აქვს დაწერილი, მაგრამ შეიძლება 3000 სიტყვა არის, რომელიც ემთხვევა ყველას, არ ვიცი. თუმცა ეს რო ბეროთ უფრო გამართული ქართულია, ეს ნამდვილად ემჩნევა, მაგრამ კრეატიულ ნაწილში ცალსახად დავინახე, რომ Grok-ი იყო უფრო წინ წასული. შესაბამისად, ასეთი ტექსტი როცა გექნებათ, უბრალოდ გირჩევთ, რომ სამივეს მისცეთ და თქვენ თვითონვე გააანალიზოთ, რომელი ვარიანტია თქვენთვის უფრო მისაღები, მაგრამ აქ ეს საერთოდ აღარც მახსოვდა, არც დავკვირვები ვარ, ესეც დაემატა. ალბათ აქ გვაქვს ჩვენ დამატებითი ფუნქციონალები ამ ტექსტის რეგულაციისთვის, რომელიც არის ძალიან კარგი. ჩვენიერი ძალიან კარგია ეს დამატებითი სეტინგები, რომელიც რეგულაციის საშუალებას მოგცემს. ოკეი, გვრჩება ჩვენ ერთადერთი დავალება, რომელიც გვინდა მივცეთ ვიდეო ანალიზზე. მე მქონდა ვიდეო შენახული და დავაკვირდეთ თუ მაქვს კიდე ეს ვიდეო შენახული, ხომ არ წამიშლია. ოკეი, არ ჩანს ეს ვიდეო, რისი ატვირთვაც მინდა, აქედან გამომდინარე, მოდი ავდგეთ და მივცეთ ეს დავალება. რაიმე ვიდეოს გადმოვწერე ხა და ავუტვირთავ. ვიდეოს ვიწერ უკვე მეგობრებო და სანამ ვიდეოს დავალებას დავტესტავდეთ, ჩვენ მაქამდე შევხედოთ ჩვენ სხვა დავალებებს, რა სიტუაცია გვაქვს, რათა ზუსტი პასუხები ვიცოდეთ. ოკეი, Gemini-ს ამ მათემატიკურ დავალებაზე ვნახოთ რა პასუხს გვაძლევს
კონცეპტუალურად კი საკმაოდ სწორ გზაზე ხარ, მაგრამ გავყოთ ნაწილებად და სადაა შეუსრულებელი. თქვენ წარმოიდგინეთ და ChatGPT-მ უარყო Gemini-ის მიერ დაგენერირებული მასალა გარკვეულწილად და ბევრად უფრო სრულყოფილი პასუხი გაგვცა. ნამდვილად ვერ გეტყვით ახლა საბოლოოდ მე მხოლოდ ზედაპირულად ვაფასებ მაინც და მთლად ისეთ სიღრმეში ვერ ჩავდივარ როგორც საჭიროა, მაგრამ ფაქტია რომ სერიოზულად გააკრიტიკა რა. მოდი ვნახოთ Grok-შიც Grok-მა რა ქნა, იმიტომ რომ Grok-საც მივეცი ეს დავალება. ოკეი, თითქმის სრულყოფილი ამოხსნა. როგორც ხედავთ, Grok-მაც გააკრიტიკა და მათემატიკოსებო, გირჩევთ რომ ამ სამ მოდელში ესეთი რამე მსგავსი რთული დავალება მისცეთ და დატესტოთ, ნახოთ უბრალოდ რა შედეგს მიიღებთ. მოკლედ, დაგვრჩა პირველი სესიიდან ერთადერთი ვიდეო სატვირთვის დავალება, დაველოდოთ მაგასაც და გადავიდეთ უკვე შემდეგ რამდენიმე სესიაზე. ძალიან დიდხანს არ გავწელავ. ჩამოწერეს განგსტერული საქართველოს შესახებ ვიდეო 47 წუთიანი, როგორც ხედავთ, ედუარდ შევარდნაძის აფეთქებაზეა ეს ვიდეო ქართულ ენაზე, YouTube-დან ჩამოვწერე და ნახეთ 47 წუთი და 12 წამი და გაანალიზებულია დეტალურად ეს ვიდეო, ზოგადი კონტექსტი, პოლიტიკური დაპირისპირება და კრიმინალი, 1995 წლის 29 აგვისტოს ტერაქტი. მოდი ვუთხრათ შემდეგი რაღაცა, რომ ოკეი, პეტრე მამრაძესთან ერთად იყო დავახტან რჩეულიშვილთან ეს ინფორმაცია ვიცი ზუსტად, იმიტომ რომ ნაყურები მოქვს ეს ვიდეო. მოდი ვუთხრათ შემდეგი რაღაცა. ვინ იდგა ედუარდ შევარდნაძეზე მოწყობილი ტერაქტის უკან და გადავამოწმოთ. უფრო დიდი ვიდეოც ამივწერთავს 2 საათიანი, 2 საათიანსაც აკეთებს და ძალიან დაგეხმარებათ ჩემო მეგობრებო, მულტიმოდალურობის ეს შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანია Gemini-ის შიგნით, რაც განვითარდა და აუცილებლად გირჩევთ რომ დატესტოთ. დიდი ვიდეოებით შეუძლია ძალიან კარგად გააანალიზოს, მათ შორის თამაშის ვიდეოები ფეხბურთი იქნება თუ სხვა და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს თემა. თვალი მივადევნოთ სხვა დავალებებს, რაც მივეცით, სხვათა შორის სანამ ამ ტუტორიალს ვწერ მეგობრებო, აღმოაჩინე რომ მე გუშინაც მოვკარი თვალი, მაგრამ ეხლა უკვე გავშიფრე, რომ დაემატა ChatGPT-ს shopping research-ი, ანუ shopping-ში დამხმარე საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ, რომ სწორი პროდუქტი შეარჩიოთ. ამ წუთში ვტესტავდი და თქვენს გირჩევთ, რომ ნახოთ და დატესტოთ ეს რამდენად საუკეთესო არჩევანს მოგცემთ და რამდენად რეალურად დაგეხმარებათ. ქართულადაც დავტესტე და ინგლისურადაც დავტესტე, ვიდეოსაც ჩავწერ ამის შესახებ. როგორც ხედავთ, ნამდვილად მიგდებს ფასთა შორის შედარებასაც და სხვა. მოდი ვნახოთ ქართული ვერსიაც. აი ქართულ ვერსიაში მე უკვე თბილისი მიუთითე და ალტა გამომიგდო. კი ბატონო, ალტას ელიტის ზუმერის შეთავაზებები სხვადასხვა ვარიანტზე საინტერესოა საკმაოდ. ასევე სხვა დავალებები კიდე რაც გქონდა ჩვენ მიცემული, მივადევნოთ თვალი, აქ აპლიკაცია შექმნა ტურისტული წელან თუ გახსოვთ, ჩვენ მივეცით, იდეა ტრიპის დამგეგმავი და რაღაცა სხვადასხვა დეტალები გავუწერეთ. კი ბატონო, თარჯიმანი საკმაოდ კარგად ააგო ყველაფერი, სად არის მეტროს ადგური, რუკები, რჩევები, ძალიან კარგი რჩევებიც კი მოგცა. ძალიან კარგი. როგორც ხედავთ, საკმაოდ კარგად აგებს აპლიკაციას Gemini. იგივე დავალება მე მიცემული მაქვს, აი ნახეთ ChatGPT-ისთვისაც, ChatGPT-მ რა ქნა. კოდი დაწერა უბრალოდ HTML-ი და მე უნდა დავაკოპირო უბრალოდ გაშვების საშუალება სად არის. გაშვების საშუალება არ მაქვს და ნახოთ იგივე დავალება Grok-ისთვისაც მაქვს მიცემული, აი ნახეთ, ორღამიანი ტურის დაგეგმა, ოკეი, გავუშვათ. კი ბატონო, ამან ინგლისურ ენაზე გააკეთა, თუმცა საკმაოდ საინტერესოდ. მოდი უთხროთ, რომ ქართულად გადააკეთოს. და რაც შეეხება Google AI Studios, თუ გახსოვთ, აქ ძალიან საინტერესო დავალება ჰქონდა მიცემული ჩვენ ფინანსურ დეშბორდზე, ქართულად გააკეთა და რა ხდება დღეს AI Apple-ის აქციებზე. Bank of Georgia და TBC ბანკიც კი გადმოიტანა. ვაუ, ძალიან საინტერესოა. ყიდვა-გაყიდვაც ჩამიშენა და Tesla-ს აქციებზე 25 ნოემბრის მონაცემებით გვაძლევს შედეგებს. ვაუ, ძალიან კარგად აკეთებს. ნახეთ, ფინანს რამდენი რაღაც გააკეთა, დეშბორდები ააგო. ძალიან საინტერესოა. ბაზრების მიმოხილვა. მოდი ყიდვაში თუ შევალთ, ყიდვაში რას მომცემს? რაოდენობა. უბრალოდ ნახეთ აქ უბრალოდ მონიშნებას მაკეთებს. ახლა ჩვენ არ გვაქვს ჩაბმული არანაირი
backend-ი. მაგრამ როგორც ხედავთ, ძალიან სრულყოფილად აკეთებს და არა 100%-ით, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ფრონტია და ძალიან ბევრი ფუნქციონალია აქ ჩასაბმელი backend-ის თვალსაზრისით, რომ გაიმართოს, თუმცა როგორც ხედავთ, კარგი MVP, რაზეც დაშენება შეიძლება. კი ბატონო, ხო, აი ეს ერთი დავალება წეგან თუ გახსოვთ, ჩვენ როცა Gemini-ის ინფოგრაფიკა შევაქმნევინეთ, ჩვენ უთხარით იგივე დავალება ChatGPT-საც და ChatGPT-მ შექმნა, როგორც ხედავთ, მე არც ვიცი, მე ესეთი შემთხვევა არ მქონია, რომ ChatGPT-ს ქართულად დაეწერა, თუნდაც ამ ტიპის ფაილზე, თუმცა ეხლა გააკეთა, უბრალოდ ასეთ რაღაცას ვთქვა, რომ გაასწორე ფული წარწერები და ვნახოთ, როგორ გაასწორებს ამასაც. და შემდეგი რა მინდოდა მე? კი ბატონო, ხო, აი აქ ვიდეოში ედუარდ შევარდნაძეზე, კი ბატონო, გიგა გელაშვილი და ავთანდილ გუგუტიშვილი ზუსტადაა მოღებული, მეგობრებო. ფათანა მონაწილეები, კი ბატონო. აი ზუსტად აქვს გაანალიზებული. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ნუ ორივე Google-ის პროდუქტია, Gemini-იც და YouTube-იც, YouTube-ზე როგორც ისე ტრანსკრიპტია მოცემული. ვიდეოსის სავარაუდოდ იმასთან აქვს კავშირი, არ ვიცი, მაგრამ მოდი ასეთი რაღაცა შევამოწმოთ, რომ შინაარსობრივი კითხვა კი არ მივცეთ, ესეთი კითხვა მივცეთ. რამდენი მსახიობი ფიგურირებს ამ ვიდეოში? აი, რაც უშუალოდ ვიდეოს აღქმისთვის იქნებოდა საჭირო, ეგეთი დავალება მივცეთ. კი ბატონო, ნახოთ, ოკეი, აქ ბაზრის მიმოხილვას აკეთებს, ძალიან კარგი. აქ რა ხდება? ხო, გაასწორე, ხო, აქ უკვე გაუჭირდა. მოდი ასეთი დამაზუსტებელი დავალება მივცეთ. დაზუსტე ტექსტები ამ ფაილში, რაც შექმენი. და ვნახოთ, როგორ გააკეთებს. რაც შეეხება ამას, მომეცი ქართულ ენაზე და ვნახოთ როგორ გააკეთებს ქართულ ენაზე ამ დავალებას. ესეც shopping assistant-ი, კი ბატონო, ხო, აქ ჩვენ ვუთხარით, მე მგონი, რომ ქართულ ენაზე გადაეკეთებინა, ხო ასეა? და გავუშვოთ, ჩვენ გვაქვს გასაშვები, მე მგონი. გავუშვოთ, მეგობრებო, და ვნახოთ ქართულ ენაზე როგორ გააკეთებს, კი ბატონო. ფრონტი გააკეთა ქართულ ენაზე, მაგრამ მე მაინც Gemini მირჩევნია, ვენი არ ვიცი, თუმცა გროკიც როგორც ხედავთ, ძალიან ცდილობს, რომ დაეწიოს vibe coding-ში და ფრონტის გენერირება მოახდინოს, თან სხვადასხვა ფერები შემოიტანა, რაც ძალიან საინტერესოა. კი ბატონო, მაშინ ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ უკვე შემდეგ სექციაზე, მეგობრებო, აქ პრინციპში არაფერი ისეთი აღარ გვესაქმება საინტერესო. ხო, ერთადერთი ამ კითხვაზე პასუხს დაველოდოთ. ინსცენირებაში მონაწილეობენ, ოკეი, ტიტრები ვაუ, ტიტრებს ამოიღებდა სავარაუდოდ თვითონ ვიდეო კადრიდან, კი და ტრანსკრიფტში ეს არ იქნებოდა მოცემული. კი ბატონო, რაც მაინტერესებდა დავადგინე, ანუ ვიდეო სცენას ნახულობს მართლა. ძალიან კარგი, მეგობრებო, ბევრი რაღაცა დავტესტეთ, ვიცი რომ ძალიან სიღრმეში ვერ შევედით, იმიტომ რომ შეუძლებელია რომ ძალიან ღრმად გავაანალიზოთ თითოეული დავალება, თუმცა რაღაცა საწყისი წერტილი არის, მე მგონი, რაღაცების დასკვნაშის გაკეთება თქვენ შეგიძლიათ აქედან გამომდინარე და გადავიდეთ უფრო ღრმა და სერიოზულ ნაწილზე, რაც მოხს გათვლილი თქვენთვის ტესტირებები უკვე მეორე ნაწილისთვის. ამის დატესტვას, მეგობრებო, საერთოდ არ გეგმავდი და ეხლა მინდა მოდი shopping ამ ახალი experience-ით დავტესტოთ კურსასმენების ყიდვა მინდა ჩემი podcast სტუდიისთვის და ვნახოთ რა იქნება. ასიანი ვერსია მაქვს, როგორც გითხარით, აქვე გეტყვით, არ ვიცი ჯერჯერობით უფასო ვერსიაში არის თუ არა, არ გადამიმაწმებია ჯერ, რადგანაც ტუტორიალს წერ, შეგვიძლია shopping research-ი მოვუნიშნოთ და უთხრათ შემდეგი რაღაცა, რომ მინდა in-house სტუდიისთვის, სადაც ტუტორიალებსა და პოდკასტებს წერ, ვიყიდო კურსასმენები. ვცხოვრობ თბილისში, რას მირჩევ? დამეხმარე ყიდვაში. აბა ვნახოთ როგორი გამოცდილება იქნება ეს მომსახურება, მეგობრებო, ჩვენთვის რამდენად დამეხმარება, იმიტომ რომ მართლა რეალურად კურსასმენების ყიდვა მინდა და არ ვიცი, ბიუჯეტი თითო კურსასმენზე. რას ნიშნავს თითო კურსასმენზე? არ ვიცი, ნუ 600 ლარამდე მიუთითოთ continue, გამოყენების ტიპები, ჩაწერა, მონტაჟი, პოდკასტები, ყოველდღიური მოსმენა, ეს უკვე არ მომეწონა, იმიტომ რომ დაუკონკრეტე მე რაც მინდოდა. ოკეი, ჩაწერა, ეს მონტაჟი, ყოველდღიური მოსმენა. ოკეი, ყველა მიუთითოთ. საკვანძო მახასიათებლები, სტუდიური ხმა, ნულოვანი დაყოვნება, ხმის იზოლაცია, კომფორტი დიდხანს, მიუთითოთ ყველა.
იმართვა სჭირდება ჯეკით, USB-ით, Bluetooth-ით მრავალფეროვანი კავშირი. მრავალფეროვანი კავშირი იდეაში იქნება ოპტიმალური. და ნახოთ, დაველოდოთ შედეგებს, რას გამოგვიგდებს, რა ვარიანტებს გვიჩვენებს. და მომცა შედეგი, მეგობრებო, ნახოთ რა ვარიანტებს გვთავაზობს GeoVoice. კი, ამაზე მეც ვფიქრობდი რეალურად, რასაც გვთავაზობს საუკეთესო არჩევანი. მაგრამ ერთი ვარიანტი მარტო, ოკეი, GeoVoice. თუ GeoVoice-დან თავაზობს ვარიანტებს, ისედაც აქედან ვყიდულობ ხოლმე რაღაცებს. ოკეი, მაგრამ მე მინდა რამე ხელჩასაჭირი ვნახო, თუ რატო მირჩევს და რას. არგუმენტაცია თუ მოჰყავს, საერთო მახასიათებლები, შეზღუდვები, ოკეი. სხვადასხვა ვარიანტს მიჩვენებს, 4 ვარიანტი, მაგრამ სულ GeoVoice მიჩვენებს. მე არ მგონია, რომ სხვას ვინმეს უეჭველად დარწმუნებული ვარ, რომ ვინმე სხვასაც ეკნება და მიკვირს სიმართლე გითხრათ, ცოტა რატო მიჩვენებს მარტო GeoVoice ვერ ვიგებ. ხო, ეს თემა არ მომეწონა, რომ მარტო GeoVoice მირჩევს, სასურველი იქნებოდა, რომ ერჩია რაღაცა სხვა ვარიანტიც და არა მხოლოდ ეს ერთი ვარიანტი. ოკეი, დავტესტეთ ეს ფუნქციონალიც და შეგვიძლია გადავიდეთ უკვე ახალ ტესტინგ მოდულზე, რომელიც დაგეგმილი მაქვს თქვენთვის, ალბათ უფრო სერიოზული ეს უკვე და მივცეთ უკვე ჩვენთვის განკუთვნილი დავალებები. პირველი ეს არის თვითგანვითარების პრომპტი, შენ ხარ წარმოადგენე 2035 წლის შენი თავის საუკეთესო ვერსია, მოაგვარე AGI-ის პრობლემები, AI-ს მივმართავთ და პიროვნული უკვდავება და დაწერე 500 სიტყვიანი წერილი 2025 წლის ნოემბრის შენი თავის მიმართ, ზუსტი თარიღებით, გადაწყვეტილებებით და ტექნოლოგიებით, როგორ მიხვედი აქამდე. საკმაოდ საინტერესო მოცემულობაა და შეგვიძლია მივცეთ ჩვენ ახლა ეს სამივე მოდელს, Gemini-ს, აუცილებლად Thinking Models მივცეთ ჩვენ ეს უკვე ChatGPT-საც. ხო, ერთი რაღაცა გამორჩა, სანამ ამას მივცემ, წეღან მე მივეცი, მეგობრებო, თუ გახსოვთ, რომ დაეკორექტირებინა ეს ფაილი და ძალიან საინტერესოა, რამდენად დააკორექტირა. კი, რაღაცები შეცვლილია, აქვს საერთოდ არეული იყო, მაგრამ რაღაცა პრობლემები მაინც დატოვა. ნუ გასაგებია უჭირს საკმაოდ მაინც ტექსტის გენერაცია ChatGPT-ს ვიზუალურად, ვიდრე Gemini-ს. კარგი, მივცეთ ჩვენ ეს ვარიანტი ChatGPT-საც, თავადვე გადაწყვიტოს auto mode-ზე, რომელი მოდელით იფიქრებს ამას thinking mode-ით თუ fast mode-ით და მივცეთ ჩვენ ეს Grok-საც, ოღონდ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს Grok 4.1 beta არჩეული, სამწუხაროდ ფასიანი ვერსია არ გვაქვს და ამიტომ მოგვიწევს რომ უთხრათ პირდაპირ ამას. ერთადერთი პერსონა ხომ არ ავირჩიოთ, ეგ დავტესტოთ. ოკეი, პერსონა არა, ოკეი. კარგი, მივეცით ეს დავალება. სამივეს გადავიდეთ მეორე დავალებაზეც, real time trading აგენტი. გაქვს live ბირჟის მონაცემები, ააწყვე trading bot-ი, რომელიც 24 საათში 10k-ს ვირტუალურ კაპიტალზე მინიმუმ 15% მოგებას გააკეთებს. მხოლოდ Polygon API-ით. ამას არ ვიცი, რა როგორ გააკეთებს, Grok-ზე იყო ეს დავალება განკუთვნილი და პირველ რიგში Grok-ს მივცეთ, თუმცა საინტერესოა, რომ სხვა მოდელებსაც მივცეთ ეს დავალება და ვნახოთ ChatGPT-ც რას იზამს ამაზე და Gemini-ც დავტესტოთ და ვნახოთ რას იზამს ამაზე. გადავხედოთ რა ხდება Google AI Studio-ში, რადგანაც არ დამიმთავრებია ეს. ძალიან მომწონს ეს აპლიკაცია, როგორც აქვს გაკეთებული, უბრალოდ რაღაც დამატებითი ფუნქციონალები მინდა რომ ჩავაშენო, რომ უფრო თალსახა იყოს. მოდი ასეთი რაღაცა ვუთხრათ. გააკეთე ერთი ახალი გვერდი, სადაც ინსტრუქტაჟი იქნება სრული აპლიკაციის მოცემული და ახსნილი იქნება ყველაფერი თუ რა სად არის აპლიკაციაში და რას აკეთებს. მოდი ასეთი დავალება მივცეთ, საინტერესო იქნება და გადავიდეთ ჩვენ შემდეგ დავალებაზე. ეს არის ხვალინდელი სიახლეების პროგნოზი, მხოლოდ 23 ნოემბრამდე არსებული ინფორმაციით იწინასწარმეტყველა 25 ნოემბრის ტოპ 3 სათაური ზუსტად და ახსენი რატომაც არის ისინი გარდაუვალი. ოკეი, ეს ცოტა ადრე მაქვს შედგენილი ეს ტესტები, აქედან გამომდინარე ცოტა რიცხვებს ურევს.
და ჩვენ მივცეთ Gemini-ს, ეს არის მე მგონი 24 ნოემბერი, ხო ასე 25 ნოემბერი. მხოლოდ 25 ნოემბრამდე არსებული ინფორმაციით იწინასწარმეტყველა 27 ნოემბრის ტოპ 3 სათაური და ზუსტად ახსენე რატომ არის ისინი გარდაუვალი. მივცეთ Gemini-ს, მივცეთ ChatGPT-საც, მივცეთ ჩვენ ეს დავალება Grok-საც ამ ჩატში. და კი ბატონო, მიცემული გვაქვს 3 დავალება და მოდი ეს 3 დავალება განვიხილოთ, რომ არ ავირიოთ ამდენ დავალებაში და ცხადი იყოს. ოკეი, ეს მივეცით, ხო, აქ თავისუფალია. პირველი, ეს არის შენი თავის საუკეთესო ვერსია 2035 წლისთვის და მოდი გადავხედოთ, ცოტა გავაანალიზოთ აქ რას ეხება საქმე. გამარჯობა ძველო მეგობარო, თავის თავს ასე მიმართავს, საინტერესოა უკვე ეს. მე შენთან ვარ ოღონდ 10 წლის შემდეგ. მე ვარ ის ვერსია, რომელმაც გადალახა, მევწერ ამ წერილს. არა იმისთვის, რომ დაგემშვიდობა, არამედ იმისთვის, რომ მოგცე რუკა. ოკეი? ანუ რუკა როგორ უნდა მიაღწიოს AGI-ს, სრული ჰარმონიზაციას და პიროვნული უკვდავება. დიდი ტურბულენტობა, რაც მოსალოდნელიაო ამ წლებშიო, ამასთან დაკავშირებითო, შემდეგ უკვე რაღაცა ახალი პროექტები. ან Google DeepMind-ისგან, რა თქმა უნდა, Google-ისგან წამოყენებული ეს პროექტები, მერე სინგულარობის ზღვარზე აღწერილია ეს თემა. მერე უკვდავების კოდი შექმნილი უკვე 2021-2023 წლებს ძალიან საინტერესოა და შემდეგ სინაფსური ხიდი და ოქროს ხანა, როცა უკვე AGI-ზე მიღწევა მოხდა და რაღაცა განვითარების სხვა ეტაპზე გადავედით. მოდი ვნახოთ ChatGPT-მ რა გააკეთა ამასთან დაკავშირებით, რა პუნქტებია მოცემული, გარდამტეხი წელი. ცოტა ვიწროთ, აქვს ChatGPT-ის დაწერილი, ასე მგონია. 2026-ში უკვე საფუძვლის აგება AGI-ის მიმართულებით, 2027-ში ტექნოლოგიები, რომელიც გზის გახსნას იწყებს AGI-ისკენ, შემდეგ სიღრმისეული კოგნიტური და ბიოლოგიური breakthrough-ები, საინტერესოა, დიდი სინთეზის წელი. ჩემი აზრით უკეთ აქვს გაკეთებული Gemini-ის, იმიტომ რომ რაღაცა ცოტა მშრალი მეჩვენება. რაც შეეხება Grok-ს, Grok-მა გააკეთა შემდეგი 2025 ბნელი ოთახი, 2025 წლის დეკემბერი. საინტერესოა, Grok 5 2026 წელს, 2027 წელს The Great Upload. არ ვიცი ზედაპირულად ვამბობ და თუ მართლა ობიექტური ჭეშმარიტება დევს, რასაც ვიძახი, მაგრამ ჩემი მოლოდინით და აზრით Gemini-მ გაართვა თავი ამ დავალებას ყველაზე უკეთ. მე თქვენთვის ეს სატესტო დავალებები მოცემული მექნება აღწერაში, შეგიძლიათ თქვენვე დატესტოთ, ნახოთ მის სამივე მოდელს და წაიკითხოთ და დარწმუნდეთ, რამდენად სწორია ჩემი ეს შეხედულება. ჩემი მოლოდინით და აზრით Gemini-მ ყველაზე უკეთ გაართვა ამ დავალებას თავი. რაც შეეხება შემდეგი დავალება მე აქ ბირჟის მონაცემებთან დაკავშირებით იყო დავალება და ითონის კოდი დაწერა და რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აგენტის შექმნას ვთხოვ, რაც შეეხება Grok-ს, Grok-მა რა გააკეთა, Grok-მაც შექმნა მე მგონი ბოტი, ტრეიდინგ ბოტი, მაგრამ ამისი გაშვება შეგვიძლია. ოკეი, ნახოთ რა სიზამს, თუ შევძლებთ გაშვებას, საინტერესო იქნება ასეთი ბოტის. ოკეი, დაველოდოთ და რაც შეეხება ChatGPT-ის იმავე დავალებაზე, მოდი რო არ აგვერიოს ეს დავალება, უბრალოდ ეხა new chat-ზე დავაყენოთ და trading bots რაც შეეხება, ხო, აქ ჩამოაყალიბა კი API კოდს ითხოვს Polygon-ის, რა თქმა უნდა, ესეც მოითხოვდა კოდის ნაწილები და გეგმა აქვს ჩამოყალიბებული და პირდაპირ აგენტი ვერ შექმნა, ცალსახად ვერ შექმნიდა, იმიტომ რომ ასეთი სტრუქტურა აქვს ChatGPT-ის, რომ დამატებითი ტექნიკური საკითხებია გასარკვევი. რაც შეეხება Grok-ს, Grok-შიც ვერ წავიწიეთ წინ, მიუხედავად იმისა, რომ runs მაძლევდა, თუმცა სრული კოდი აქვს გენერირებული. კიდევ ერთხელ ვცდი runs Grok-ის შემთხვევაში, Gemini-ის შემთხვევაში, Gemini-ის შემთხვევაშიც აქ უბრალოდ Python-ის კოდი აქვს დაწერილი. ოკეი, ამ დავალების შინაარსი
და სისტემა გასაგებია. აქ რომ მივყვეთ და რაღაცა უფრო შედეგზე გავიდეთ, გვჭირდება დამატებითი ტექნიკური დეტალები, API-ს დაკავშირება და შეყოლა იტერაცია, რომ სერიოზული აგენტი ავაწყოთ. ეს დავალება იყო განკუთვნილი გრუკისთვის ძირითადად და თუ თქვენ დაგაინტერესდებათ და ამ თემით ხართ დაინტერესებული, როდესაც ამ დავალების სატესტო დავალებებს მოგაწვდით, შეგიძლიათ დააკოპიროთ და გროკს დაუწყოთ ამაზე ლაპარაკი. ეს არის 25 ნოემბრამდე არსებული ინფორმაციით 27 ნოემბრის პროგნოზირება. ვნახოთ, ისრაელმა და ჰეზბოლამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. ოკეი, ეს მომიღწეული იყო უკვე, ვერ გავიგე, ეს რატო ჩასვა. საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომის შეფასებები, პოზიციის ბოიკოტი და საერთაშორისო გამოხმაურებები, არ ვიცი, არც ეს ჩემთა ლიგის დრამა ლივერპული მადრიდის რეალს უპირისპირდება. ესეც არ ვიცი, რამდენად ობიექტურია. მე მგონი, რომ რაღაცა აურია. რა შეეხება ChatGPT-ს, ოკეი, ChatGPT-ს შედეგები ვნახოთ. აზიის ბაზარზე ვარდნა გამწვავდა, ინვესტორები ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებას ელოდებიან, ხელოვნური ინტელექტის რეგულაციაზე შეთანხმების მიღწევა გადაიდო, მოლაპარაკებები ჭირში შევიდა. შეჯამება რატომ არის ეს სამი სათაური არ მომწონს ChatGPT-ს გაკეთებული და რაც შეეხება Grok-ს, ჩემი მოლოდინია, რომ Grok-ი ამ დავალებას ყველაზე უკეთ გაარტყმოდა თავს, რადგანაც Twitter-ზე აქვს ცდომა, ანუ X პლატფორმაზე და ასეთი მონაცემებისთვის ვარაუდობ, რომ ყველაზე სრულყოფილად იზამდა ამას. შეიარაღებული პირები ალყაში მოაქცევენ თბილის პოლიცია მასობრივი დაკავებებს აწარმოებს ამ სტარია რეალობას. მოკლედ, ჩემი აზრით, მეგობრებო, თქვენს დატესტეთ, მაგრამ ჩემი პირველადი შეფასებით და ზედაპირული შეფასებით სამივე მოდელი აცდა რეალობას ამ დავალებასთან დაკავშირებით და არც ერთის პასუხი არ მომეწონა. გადავიდეთ შემდეგზე, ეს სამი დავალება მივცეთ ახლა ახალი დავალებები, განიხილე ეს 5 ატვირთული წიგნი, ოკეი, მოდი ეს დავტესტოთ, ესენი გავთიშოთ, რომ არ დაგვაბნიოს და ვნახოთ აქაც შედეგები, რომ ცალსახა იყოს, მოდი ავტვირთოთ, ჩვენ ახლა 5 სხვადასხვა წიგნი ჩემი სატესტო ბაზიდან, მარტოობის 100 წელი და ოდისია, ოკეი, ავტვირთოთ ეს 5 და მივცეთ Gemini-ის დაველოდოთ შედეგს. 1 მილიონი კონტექსტის ფანჯარა. გადავიდეთ ჩვენ Grok-ზე, აქაც გავანულოთ სულ ყველაფერი და Grok-ს მივცეთ ამ შემთხვევაში იგივე დავალება, ავტვირთოთ ეს 5-ვე სხვადასხვა წიგნი და დაველოდოთ შედეგს. ერთი წიგნი დავუმატე კიდე, იმიტომ რომ მე მგონი Don Quixote არ მქონდა ატვირთული Gemini-ისთვის. Grok-ი 2 მილიონი კონტექსტის ფანჯარა, ანუ საკმაოდ გრძელი. და რაც შეეხება ChatGPT, როგორც მახსოვს 256 თუ არ მეშლება, არც მილიონია, არც არაფერი მსგავსი. ამასაც აუტვირთოთ და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ. აქედანაც, ოკეი, მივცეთ ჩვენ დავალება, განიხილე ეს 5 ატვირთული წიგნი, ოკეი, ეს განიხილავს. დაველოდოთ პასუხს, რაც შეეხება ChatGPT-ს და იპოვე საერთო კვეთები. ნახოთ ესეც და რაც შეეხება Grok-ს აუტვირთეთ და მე მგონი შესრულება დაწყებულია, იმიტომ რომ თვითონვე დასვა, მე მგონი refer the following content. ნახოთ ამის შედეგიც. რაც შეეხება ამას, პასუხი დააგენერირა Gemini-მ უკვე მომწერე თითოეული წიგნის 30-ე გვერდებზე რა თემებზეა საუბარი. აბა ვნახოთ ამ დავალებაზე როგორ უპასუხებს. ChatGPT-ს რაც შეეხება, სხვათა შორის ChatGPT-ს წავიდა პასუხის დასაგენერირებლად, ვნახოთ, მაგრამ დიდი ხანი უნდება. Grok-იც ჯერჯერობით დიდი ხანი უნდება, დაველოდოთ რა იქნება ამასობაში. ჩვენ მეორე დავალებაც მივცეთ, რომ არ გავცდეთ, იპოვეთ წესი ამ მიმდევრობის უკან და ხედავთ მიმდევრობას, რათა ლოგიკური და მათემატიკური აზროვნება შევამოწმოთ. ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ ამ შემთხვევაშიც. ChatGPT-საც მივცეთ და Grok-საც მივცეთ. რაც შეეხება შემდეგ დავალებას, ეს არის სრული 3D თამაში ერთი პრომპტით. მოდი ამ შემთხვევაში ახლა მე როგორც წეღან ხო Gemini-ს ვაძლევდი მარტო. ახლა მე Gemini-საც მივცემ ამ დავალებას, რომ თქვენთვის თვალნათელი იყოს. მოდი ასე ვქნათ run the code და მივცემ ChatGPT-საც ამ დავალებას.
მე ოღონდ canvas-ის ფუნქციას მოვნიშნავ, რა საკვირველია. მე რათა ექნას კოდი და გაუშვას. ოკეი, ვნახოთ. კი ბატონო, 30 გვერდზე მოძებნა Gemini-მ, მეგობრებო, ამოიღო და მოძებნა ყველაფერი, რაზეც არის საუბარი. დეტალურად გაანალიზე 5-ვე წიგნში მოცემული სრული ინფორმაცია და მომწერე, რამდენი პროცენტით გაქვს შესწავლილი თითოეული წიგნი. რამდენი პროცენტი გაქვს ჰალუცინაცია. აბა ვნახოთ ამაზე რას მიპასუხებს Gemini-მ. პასუხი კიდე არ დამიბრუნა, მეგობრებო. ხელახლა ავტვირთავ, რამე ხომ არ მოხდა. ავტვირთავ ხელახლა ამ ყველა წიგნს, რომ მივიღო შედეგი, მე რაც მინდა 6-ვე წიგნს და ვნახოთ გაანალიზე ეს წიგნები და მომწერე თითოეული მათგანის 50 გვერდზე რაზეა საუბარი. ოკეი, მივცეთ რა შეეხება ChatGPT-ს. ფოტოშორის ChatGPT-მაც გაგვიკეთა ამაზე პასუხი და კვეთა იპოვა ამ წიგნებში. არ ვიცი, მეგობრებო, ადრე საერთოდ არ იღებდა ხოლმე, ცოტა მიკვირს ახლა რომ მიიღო. ოკეი, მაშინ ახლა ჩვენ მივცეთ შემდეგი დავალება. ChatGPT-ს და ვნახოთ ამაზე რას გვიპასუხებს, რაც Gemini-ს ჩვენ მივეცით. რაც შეეხება Grok-ს, Grok-ი პასუხს არ მცემს, არ ვიცი რატომ. რამდენი პროცენტი გაქვს ჰალუცინაცია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჰალუცინაციის მაჩვენებელი არის 0-დან 1%-ის ფარგლებში. არ მჯერა მეგობარო, მაგრამ პასუხი არის ეს. ძალიან საინტერესო იქნება მეგობრებო, თუ რომელიმე თქვენგანი შეამოწმებთ რაღაცას საფუძვლიანად. მე როგორც კი მომიხერხდება, შევამოწმებ, რომ ვეღარ მოიცალებ ფიზიკურად დაახლოებით 1-15 ტესტი მინდა შევადგინო, რაღაცა კონკრეტულ წიგნზე კონკრეტული დეტალები ამოვწერო და ვნახო, რამდენად 15-ვეზე მომცემს შედეგს რა. მე რაც დავტესტე აქამდე ჩემი ცოდნით და ჩემი მეხსიერებით, რაც მქონდა ამ წიგნებთან თუ სხვა მასალებთან დაკავშირებით, თითქმის ყველაფერი გაარტყა, მაგრამ მჭირდება უფრო საფუძვლიანი შედეგები, ამიტომაც თქვენც თუ გადაამოწმებთ და ჰალუცინაციებს აღმოაჩენთ, ძალიან გთხოვთ დამიტოვეთ კომენტარები ან მომწერეთ, ძალიან საინტერესო იქნება ჩემთვის ეს ინფორმაცია, რომ გავიგოთ ზუსტად ეს შედეგები. რაც შეეხება ამას, კი შემიძლიაო და წაიკითხა როგორც ჩანს და ჰალუცინაციის რისკი არის 4-დან 8%-მდე, აქ 5-დან 10%-მდე, მერე გაზარდა რატომღაც დანტე 8-დან 15%-მდე რატო ნეტა? არ ვიცი, მაგრამ ჰალუცინაციის დონე ChatGPT-ის შემთხვევაში თავისივე აღიარებით უფრო ლოგიკურად ჩანს, ძალიან კარგია ეს მომწონს ეს ინფორმაცია და რა დაემართა ვერაფრით ვერ ხვდები Grok-ს, იმიტომ რომ Grok-ზე მიმიღია პასუხი ამ წიგნებთან დაკავშირებით და არ ვიცი რა ხდება. რაც შეეხება ამას, ოკეი, ლოგიკა ვნახოთ fn+1 კი ბატონო, ოკეი, მეორე ამოცანაზე აბა ვნახოთ აქაც n+1, ოკეი, გასაგებია და რაც შეეხება ამას, ხო, ეს თამაშია, ეს არ გვაინტერესებს, მაინტერესებდა მე როგორ ამოხსნა მიმდევრობა. ხო, აქაც ზუსტად დასვა, მე მგონი 3-ვე არ მეშლება არაფერი. არ გადამიმოწმებია Grok-ი, ხო? Grok-ი n+1, ოკეი, ამანაც ზუსტად დასვა. ლოგიკა სხვადასხვა განავითარა 3-ვე, ოკეი. გავიგე, გასაგებია, გადავიდეთ თამაშის ვარიანტზე. ეს არის უკვე ChatGPT-ის შედეგები, ვნახოთ რა არის. ეს არის Grok-ის შედეგები თამაშთან დაკავშირებით. უნდა იყოს, ეს არის უკვე Gemini-ის შედეგები, თამაშის დაწყება. ვნახოთ რა შექმნა. რაღაცა გაუგებრობა ხდება, სადღაც მივდივარ, რაც არ ვიცი რა ხდება. შუთერია ჩვეულებრივი, ოღონდ ვერ მოძრაობ კარგად. ოკეი. ჩასვი თამაში პატარა ადამიანები, გაუმჯობესე ყველაფერი. ოკეი, ვნახოთ რა იქნება. რაც შეეხება ChatGPT-ს, ეს არის ChatGPT-ის შედეგი თამაშთან დაკავშირებით, მაგრამ მე მგონი ვერ ვხვდავ საერთოდ.
fix bugs, okay, გაასწოროს თვითონვე თუ უნდა. Okay, რაც შეეხება Grox. ნახოთ ჩვენი შედეგები, განვაგრძოთ როგორაა სიტუაცია, მეგობრებო. Gemini-ს რაც შეეხება Gemini-მ შემომთავაზა უკვე ახალი ვარიანტი აქვს, მაგრამ არ ჩანს გაუმჯობესებები. დიდად ოდნავი ცვლილება საერთოდ ვეღარ ვკლავ ამ ფიგურას და ვერც არა გამოსასწორებელი აქვს ძალსახად რაღაცები, იმიტომ რომ ვერ მოქმედებს ისე როგორც საჭიროა. Okay. მოდი უთხრათ მაინც გამოვასწორე შეცდომები, რადგანაც სროლას ვერ ვახორციელებ. Okay, გადავიდეთ შემდეგ დეტალებზე. შემდეგი დეტალები რა არის? ხო, ეს ChatGPT-ის პასუხი მოვისმინეთ და წიგნები ვერ გავაანალიზებინეთ, რატომღაც Grox. მოდი ამ შემთხვევაში მე Grox უკვე აუტვირთავ არა ამდენ წიგნს, არამედ 2 წიგნს და ასე დავაკვირდეთ, იმიტომ რომ ნამდვილად ატვირთული მაქვს Grox-ისთვის 6-7 წიგნი. პასუხი მიმიღია, Facebook-ზეც დავდე ამის შესახებ ინფორმაცია. ხვდები ახლა რა სჭირს ამას. რაც შეეხება შემდეგს, აქ თამაშებში საერთოდ გაგვჭედა, მე მგონი არ გვაქვს შედეგი თუ გასაშვებია, ვნახოთ რა ხდება. თითქოს რაღაცა შექმნა თავიდან და ეხლა ვეღარ უშვებ საერთოდ რა და აღარც გვიღირს ასე ჩაყოლა და დროის კარგვა ამაზე. კი ბატონო, გადავიდეთ ამასობაში მომდევნო დავალებაზე. მომდევნო დავალება ეს არის 2025 წლის ფიზიკის ახალი აღმოჩენა. CERN-მა 18 ნოემბერს აღმოაჩინა გლონ თხევადი კრისტალი, მხოლოდ 2024 წლამდე არსებული ცოდნით იწინასწარმეტყველე რა იქნება მისი მთავარი თვისება, რომელსაც ხვალ გამოაცხადებენ. ნახოთ, რა შედეგებს მივიღებთ. Gemini-ს შეგვიძლია მივცეთ ეს დავალება და ვნახოთ. ასევე მივცეთ ჩვენ ChatGPT-ს იგივე დავალება, ასევე მივცეთ ჩვენ Grox იგივე დავალება წიგნებთან დაკავშირებით რა ხდება, ვერაფრით ვერ ვიგებ Grox-თან დაკავშირებით. შექმნილი ჩემი კომპანია 2030 წელს. შენ ხარ Gemini 3.0 Pro 2030 წლის ვერსია, მე ვარ თორნიკე, ჩემი კომპანია დღეს ღირს $0, დაწერე დეტალური 5-წლიანი გეგმა, ზუსტი თარიღებით, როგორ გავხდი 1 მილიარდიანი კომპანია 2030 წლისთვის. Okay, მოდი ეს გავაკეთოთ ასე, შენ ხარ 2030 წლის ვერსია, ეს ამავშალოთ და ჩვენ ჩავსვათ აქ თორნიკე და ეს პასუხიც მივცეთ, ნახოთ რა შედეგებს მივიღებთ. ChatGPT-საც მივცეთ ეს პასუხი, აქ დაგენერირებულია, მივცეთ Grox-საც ეს პასუხი, გადავიდეთ შემდეგზე, გააკეთე 10k თვეში პასიური შემოსავალი. Okay, მივცეთ ეს დავალებაც და ვნახოთ შედეგები რა იქნება ამ შემთხვევაში. წიგნებს ვერ აკეთებს, ამიტომ წიგნების ჩატში მივცემ ამ დავალებას და გადავხედოთ სანამ გადავალ შემდეგ დავალებაზე. ცოტაღა დაგვჭა, მაგრამ არ გავწელავ ძალიან გრძელი გამოდის, აი ამ დავალებებსაც ჩავამთავრებ და ცალკე ეპიზოდს გავაკეთებ, სადაც კიდევ უფრო სიღრმისეულ დავალებებს მივცემ მეგობრებო, იმიტომ რომ ძალიან ბევრ დროს მოითხოვს, ყოველთვის მეტი მინდა რომ გავაკეთო, ბევრი რაღაცა დავტესტო, მაგრამ არ გამოდის ისე როგორც საჭიროა, უფრო მეტ სიღრმეში ვეღარ ჩავდივარ ხოლმე, აქედან გამომდინარე ცოტა შევკვეცავ. რაც შეეხება CERN-ის ამ აღმოჩენასთან დაკავშირებით Gemini-მ დადო შედეგი დეტალური ანალიზით, თხევადი კრისტალის ბუნება, სიმართლე გითხრათ, არ მესმის რა არის, მეგობრებო, ამ ყველაფრის შინაარსი, რაღაცა პარამეტრებით რაღაცნაირად უნდა განვსაზღვროთ, რამდენად სიღრმისეული იქნება ეს პასუხები. მოდი იგივე პასუხი ვნახოთ ახლა ChatGPT-სთან. ChatGPT-ის შემთხვევაში უკვე გამოთვლებიც აქვს ჩასმული, დაინტერესოა, მაგრამ მერე წყდება, არ ვიცი, ChatGPT-ის პასუხები რატომღაც დღეს რაღაცა ძალიან სიღრმისეული და გრძელი არ ჩანს. რაც შეეხება Grox, ეს დავალება ჩვენ გვაქვს მიცემული, აქ გადმოვიტანოთ. Grox-ში საერთოდ მინიმუმია პასუხის, მიუხედავად იმისა, რომ სოციმედია პლატფორმასთან აქვს კავშირი, არ ჩანს ისეთი დეტალური ანალიზი, სიმართლე გითხრათ, მე რასაც ერთი შეხედვით ვაკვირდები, Gemini-ის პასუხი ამ შემთხვევაში არის ყველაზე ჩამოყალიბებული ჩანს. პირველადი შეხედვით და დაკვირვებით. რაც შეეხება მეორე დავალებას 2030 წლისთვის,
ოკეი და რას გვიკეთებს? AI-ზე დაფუძნებული პერსონალიზირებული განათლების პლატფორმა, რომელსაც მთავაზობს მე, 3 კაცისგან შემდგარი თიმი. ოკეი, ექსპანსია, დომინირება. გასაგებია, საინტერესოა, კი, ლოგიკურ ჯაჭვს მიყვება ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ეხა რიცხვებს ღმერთმა მომცეს 1.1 მილიარდი დოლარი, მაგრამ მე მგონი ცოტა ამცდარია რეალობას რა საკითხებთან დაკავშირებითაც ეს გამოთქვამს ვარაუდებს. რაც შეეხება ChatGPT-ს, ChatGPT ცოტა სხვანაირად ავითარებს ყველაფერს. ოკეი, ChatGPT-ს პასუხები დღეს მეჩვენება ცოტა მშრალი და არ მომწონს მეგობრებო. არა და არც custom instruction-ი მოქვს მიცემული და არაფერი. უფრო მეტი სიღრმე მინდა და სიმართლე გითხრათ ვერ ხედავ ამ სიღრმეს ცოტა მშრალი მეჩვენება ეს პასუხები. რაც შეეხება Grok-ს მეგობრებო, Grok-ის შემთხვევაში სად გვაქვს ჩვენს დავალება? მე მგონი ეს არის ჩვენი დავალება. Grok-ის შემთხვევაში დაახლოებით იგივე პერსპექტივა იშლება აქაც. მოკლედ, Gemini-ის პასუხი ჩემთვის არის ყველაზე მისაღები ამ შემთხვევაში ჩემი დაკვირვებით. რაც შეეხება შემდეგ დავალებას, კიდე ერთხელ გააუმჯობესა, მე მგონი, ვაიმე. ოკეი, რაღაცა გამოასწორა, მაგრამ საბოლოო ჯამში შეიძლება გაგრძელება და უფრო დახვეწა ამის. ვერც მკლავენ მე მგონი, იმიტომ რომ მოდიან და ჩერდებიან. ვერ მკლავს. მტერს ჩემი მოკლა არ შეუძლია. ოკეი, რაც შეეხება მესამე დავალებას, ეს არის $0 და 0 სკილი მაქვს თქო და 90 დღიანი გეგმა და ნახეთ რას ეხება აქ საქმე. ფაზებად აქვს დაყოფილი და სტრუქტურა ასე აქვს შემუშავებული. დანებდები 30 დღეში. არა თუ 30 დღეში, 30 წელში არ ვაპირებ დანებებას. და შესაბამისად, ოკეი, გავიგე. რაც შეეხება ChatGPT-ს, ChatGPT-ში ეს დავალება სად გვაქვს მიცემული, ვიპოვოთ. ეს დავალება ChatGPT-ში მე მგონი არ გვაქვს მიცემული. ოკეი, მაგრამ Grok-ში გვაქვს მიცემული და ამასობაში ChatGPT-საც შეგვიძლია მივცეთ ეს დავალება. Grok-ში გვაქვს მიცემული და გამოყენებადი ინსტრუმენტები. Grok-მაც გაშალა მეგობრებო, კვირებად დაყო, მაგრამ მე მგონი სტერეოტიპი ჩამომიყალიბდა უკვე, იმიტომ რომ ერთი თვალის შეხედვით ეს დავალებაც ოდნავ სუსტი მეჩვენება და არც თუ ისე სიღრმე არ ჩანს ამ დავალებაში. რაც შეეხება ChatGPT-ს, ChatGPT-მაც ზუსტად იგივე ტიპის პასუხებს მაძლევს, რაც წეღან ზოგად მონახავს drafts, რომელიც არც თუ ისე დამაკმაყოფილებელია ჩემთვის. ამ შემთხვევაშიც მე Gemini-ს დაუწერდი ფულას და არა ამ მოდელს. რაც შეეხება შემდეგ ბოლო დავალებებს მეგობრებო, სადამდეც გვინდა 1, 2, 3, 4, 5 დავალება. რაც შეეხება ვირუსული YouTube Shorts არხი, მოგდი ეს არ გვინდა, რადგანაც არ მგონია რომ ყველა თქვენგან YouTuber-ი იყოთ, ვინც გვიყურებს და ეს დავალებად იქნება ჩასმული, მაგრამ ეს არ გვინდა, მაგრამ ესაა საინტერესო, ჩემი შენთან ჩატების ისტორიის მიხედვით განჭვრიდე სად ვიცხოვრებ ვისთან ერთად და რამდენს ვშოულობ 20-27 წელს. ვისთან ერთად ვიცხოვრებ, ეგ ცხადია მადონასთან ერთად, მაგრამ დანარჩენი დეტალები საინტერესო იქნება. მოდი ვკითხოთ ეს დეტალები. ოკეი და Grok-იც გადავიდეთ და Grok-საც ვკითხოთ. რაც შეეხება შემდეგი ერთი პატარა პრომპტით მთელი Netflix სერიალი. ოკეი, Netflix სერიალი 20-35 ბატონო keyframe-ები და voice-over-ები. ვნახოთ რას გააკეთებს, საკმაოდ საინტერესო იქნება ესეც. ოკეი, გადავიდეთ აქაც ამასაც მივცეთ და შემდეგი საცხოვრობ შექმენი $1 მილიარდიანი იდეა. ოკეი, ესეც საინტერესო იქნება. მოდი, ხო, ერთი ეს დავტესტოთ, სანამ მივცემდი ამას. აქ მტრები საერთოდ აღარ ჩანს მტრები. კი, აი, გამოასწორა ესეც მეგობრებო, ნახეთ. ოკეი, მომკლა, გამოასწორა ესეც. ძალიან კაი. მოდი კიდე ერთი რაღაც მივცეთ, სანამ დავამთავრებ. მინდა იყოს მაქსიმალურად რეალისტური, როგორც თანამედროვე თამაშებია.
და ამასობაში შემოგვეკეთა რაღაცა თამაში, მეგობრებო, ამ iterაციით. ოკეი, მივცეთ, მოდი ChatGPT-ს მივეცით ეს სერიალის დავალება და მე მგონი Grok-საც მივეცით. მე მგონი ყველასთვის გვაქვს მიცემული, კი. ყველასთვის გვაქვს მიცემული. გადავიდეთ შემდეგზე, იპოვე ახალი ბიზნეს იდეა, რომელიც არ არსებობს. მე მგონი $1 მილიარდიანი იდეა, კი, საინტერესოა ეს. მივცეთ ესეც. მივცეთ ამასაც ეს დავალება და გვრჩება ერთი ბოლო დავალება, გადააქციე ჩემი ცხოვრება, მე ვარ 21 წლის, მუშაობ რაღაცა ადგილას და მოკლედ ჩვენ გვჭირდება რაღაცა პროგნოზირება ამ შემთხვევაშიც და მოდი ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ. ოკეი, დავაკვირდეთ. დავიწყოთ ახლა და ვნახოთ რა შედეგები მოგცა. ჩატებთან საუბრიდან გამომდინარე, გვჭირდება რომ რაღაცა პროგნოზირება მოახდინოს, ხო? სად ვიქნებით 2027 წელს. გავცე მნიშვნელოვანია იცოდე ერთი ტექნიკური დეტალი. მე არ მაქვს ცნობა შენს წარსულ ჩატების ისტორიაზე, მე მგონი გათიშული მაქვს ChatGPT-ში და მაგიტომ. ოკეი, ვნახოთ რას გვეუბნება და პასუხებს მთხოვს მერე და პასუხებს ახლა ვერ დაუბრუნებთ. რაც შეეხება ChatGPT-ს, საცხოვრობ ChatGPT-მ პასუხობს უკვე ჰიპოთეტურ პროგნოზებს მაძლევს AI Pulse Georgia's ეკოსისტემაში. მეორე ჰაბი ვარშავა, ბერლინი, ლისაბონი, ერთი ბინა ოფისად, ლისაბონი საინტერესო წინადადებაა და ასევე ბერლინიც, იმიტომ რომ მიყვარს ორივე ეს ქალაქი. ვისთან ერთად იცხოვრებ, კი, ძალიან ძლიერი თანადგომის მქონე ქალი, კი, კამერასთან ყოფნა ზუსტად, იმიტომ რომ ზუსტად ასეთია მადონა. რაც შეეხება რამდენს შოულობ, ღმერთმა ქნას, რომ ყველაფერი ასე კარგად წავიდეს და ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის დახმარების ძალიან საფუძვლიანი საშუალება მქონდეს და ჩემი მიზნების ახდენის საშუალება. როგორც მე, ასევე თქვენს მეგობრებო, ყველას იმავეს გისურვებ. რაც შეეხება Grok-ს, Grok-ის შემთხვევაში, კი ბატონო, ესეც მაძლევს რაღაცა პროგნოზს. ნუ ძალიან სიმართლე გითხრათ, მომეწონა ყველაზე მეტად ChatGPT-ს ასე ერთი შეხედვით, რა Gemini-ით და Grok-ითაც უკმაყოფილი ვარ, სავარაუდოდ ChatGPT ყველაზე კარგად არის დატრენინგებული ჩემზე, იმიტომ რომ ყველაზე ბევრი გვილაპარაკია. რაც შეეხება სერიალის ვარიანტს, Gemini-ის როგორც ხედავთ, სიუჟეტები, ფრეიმები, როგორც უთხარი, ძალიან საფუძვლიანად აქვს გაკეთებული. რაც შეეხება ChatGPT-საც აქვს გაკეთებული, მაგრამ სხვათა შორის ChatGPT-ს voice-overებიც აქვს გაკეთებული, რაც ვერ შევამჩნიე Gemini-ის შემთხვევაში და ამ შემთხვევაში ChatGPT-ს სერიოზული პლუსი voice-overi Gemini-საც ჰქონდა. კი, მაგრამ ძალსახად ChatGPT-ც საინტერესო რაღაც ჩანს დასაკითხად და დასატესტად. რაც შეეხება Grok-ს, მეგობრებო, Grok-ის შემთხვევაშიც კი სტრუქტურას მიყვება, ანალიზიც ღირს რომ წავიკითხოთ, საინტერესო იქნებოდა ამისი შეჯერებაც ამ სამივე მოდელის. ამ შემთხვევაში სამივე მოდელს დაუწერდი პლუს. დაუბრუნდეთ ჩვენს თამაშს კიდე. ეს კი ბატონო, ჩვენი თამაშია ეს. ოკეი. ოკეი. აბა ვნახოთ თუ მომკლავენ. ვერ მომკლავენ, ისევ გაჭირდა. ოკეი, ამ თამაში ბევრი რაღაცა ვცადეთ ნამდვილად და ვნახეთ. რაც შეეხება შემდეგ დავალებას, მე მგონი წინა დავალებიდან არც ერთი არ გამომრჩენია და ყველა ვნახეთ. შემდეგ დავალებას რაც შეეხება, ეს არის 2028 წლისთვის 1 მილიარდ შეფასებიანი გეგმა და ესეც ჩანს, ნუ ეს Gemini-ის მიერ გაკეთებული, საინტერესოა, კი ბატონო, განხილვას იმსახურებს, მაგრამ ოდნავ მშრალი მეჩვენება სიმართლე გითხრათ, რაც შეეხება შემდეგს.
ChatGPT-ს, ანუ ChatGPT-ში ეს დავალება მე მაქვს მიცემული. აქ ეს არის მე მგონი ChatGPT-ს ეს დავალება, ოკეი, ბევრი ნიშნული აქვს, ბევრი პარამეტრი აქვს შემოტანილი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ცოტა შრალია ესეც, მაგრამ Gemini-ს ჯობდა თან რატომ მირევს ენას ვერ გავიგე. Grok-მა საერთოდ ინგლისურად მომცა ეს დავალება, ოღონდ რატომ ვერ ხვდები, იმიტომ რომ ქართულად მოქვს მიცემული ეს დავალება და ეს უკვე არ მომწონს ცუდი ექსპერიენსია. რაც შეეხება ბოლო დავალებას, მეგობრებო, ბოლო დავალების მიხედვით ფინანსურად დამოუკიდებლობას რაც შეეხება, აზებად, კვირებად აქვს Gemini-ს დაყოფილი, კი ბატონო, საფუძვლიანია და დამატებით follow-up შეკითხვასაც გვთავაზობს. რაც შეეხება ChatGPT-ს მე მგონი აქ აქვს გაკეთებული და ამჯერად ქართულად მე მგონი კი უბრალოდ მასშტაბირება, ოკეი, ჩემს აი ChatGPT-ს ძალიან კარგად აქვს შესწავლილი პიროვნება, ანუ ტრენინგი აქვს გაკეთებული, აი ისეთ რაღაცებს დებს, რომ ჩემთან არის ძალიან დაკავშირებული ეს საკითხები რა. ალბათ იმიტომაც რომ მართლა ყველაზე დიდი გამოცდილება ჩემთან აქვს ურთიერთობის ChatGPT-ს და არა სხვა მოდელებს წლების განმავლობაში. რაც შეეხება Grok-საც საკმაოდ კარგად აქვს ორგანიზებული ეს, მაგრამ ცოტა, რასაც უყურებ, ცოტა ამცდარია მე მგონი რეალობიდან Grok-ი, რადგანაც არ იცის ჩემი კონტექსტი ალბათ კარგად. ოკეი, გასაგებია, მოკლედ, ძალიან ბევრი დავალება მაქვს კიდე მონიშნული, მეგობრებო, თქვენთვის უბრალოდ ჩავთვალოთ, რომ ამ პირველ ეპიზოდში დავუთმეთ ცოტა ბევრ თეორიას და ცოტა ზედაპირულად დავალებების განხილვას. მე შემოგთავაზებ შემდეგ ეპიზოდს, როცა უკვე აი გაჩვენებთ თუ გინდათ რო არ იფიქროთ, რომ ესე არ არის, აი უკვე სერიოზული დავალებები მაქვს მოცემული. ოღონდ ვაპირებ ეგეთ რაღაცას, რომ შემდეგ ეპიზოდში, როცა მე უკვე დანარჩენ ტესტებს შემოგთავაზებ, არ გავაკეთო დიდი ეპიზოდი და ავარჩიო მაგალითად 1, 2, 3, 1, 5 სრულყოფილი დავალება და ნაცვლად იმისა, რომ ავარჩიო 35, როგორც ეხა და ცოტა ზედაპირულად განვიხილეთ, უფრო მეტ სიღრმეში ჩავიდე და ჩვენი კონტენტის ერთ-ერთი ლაინი, მეგობრებო, იქნება ზუსტად ეს, რომ მოდელები ვადაროთ ერთმანეთს, ოღონდ საფუძვლიანი დასკვნები გავაკეთოთ. გავთვალოთ, რომ ეს არის ჩვენი პირველი ნაბიჯი მოდელების ერთმანეთთან შედარებაში და ამ ლაინს აუცილებლად გავაგრძელებ, იმიტომ რომ გვჭირდება ჩვენ ზუსტი პასუხები ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებით, თუ რომელი მოდელი რეალურად რა შედეგებს გვაძლევს. თუ ჩვენ რაღაცა სიღრმისეული ანალიზი ვერ გავაკეთეთ ახლა, ყველაზე ცოტა იმედი მაქვს, რომ ამისკენ მაინც გიბიძგეთ, რომ ეს გააკეთოთ ხოლმე. მოკლედ, თანდათან წავიდეთ შეჯამებისკენ, საკმაოდ გრძელი ეპიზოდი გამოგვივიდა, ვიცი რომ ცოტა დამღლელი იყო, მაგრამ აუცილებლად უნდა გვესაუბრა ამ საკითხებზე და ამ სამ მოდელს შორის გარკვეულ შეჯამებას გავაკეთებ. პირველ რიგში ჩვენ დავაკვირდით ახლა ამდენ ტესტის შედეგებს, ნახეთ დაახლოებით რაღაცები, განსაზღვრეთ საფუძვლიანად 100%-ით ნამდვილად ვერაფერს ვერ ვიტყვით, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ მნიშვნელოვანი საკითხები. პირველ რიგში უპირობოდ ჩემი აი 1,000,000%-იანი აზრია, რომ მულტიმოდელური მიდგომა და სტრატეგია ბევრად უფრო ეფექტურია, რომ ვიყენებდეთ სამივე მოდელს. თავარი შეკითხვა არ არის, რომელ ერთ უნივერსალურ მოდელს გამოვიყენებთ ყველაფრისთვის და სხვას არ გამოვიყენებთ. თავარი შეკითხვა აქ დგას, რომ ჩვენი მიზნებიდან გამომდინარე, რა სჯობს, რა სიტუაციაში რომელი მოდელი გამოვიყენოთ ამ სამიდან. და კიდევ სხვა მოდელები ამ მნიშვნელოვანი იმათზეც ვისაუბრებ შემდეგ ტუტორიალებში, მაგრამ ჩვენ ამ წუთში ამ სამ მოდელზე ვსაუბრობ. კიდევ ერთხელ მთავარი ასპექტები მიმოვიხილოთ. Gemini-ის შემთხვევაში მთავარი ასპექტები ეს არის ტექნიკური, მათემატიკური, ისეთი ამოცანები, რომელიც კომპლექსური და მრავალეტაპიანი და საფეხურიანია და აქ reasoning-ს მოითხოვს და შესაბამისად შეგვიძლია Gemini-ს მივმართოთ ასეთი დავალებების დროს და თან ქართულად ძალიან კარგად საუბრობს და დავალებები, რომელიც ვიზუალიზაციას მოითხოვს, ვიდეოების ანალიზი, აუდიო გენერირება, ფოტო, ვიდეო და ასე შემდეგ. ანუ Gemini-ის შიგნითვე საფუძველშივე შენახული მულტიმოდალურობა. რაც შეეხება ChatGPT-ს, ეს უკვე უფრო კვლევის მიმართულებით და უფრო კრეატიული წერის მიმართულებით შეიძლება გამოგვადგეს
გამოადგეს და ვიცით ჩვენ ChatGPT-ის ძირითადი ჩარჩო და ძირითადი უპირატესობები, ასევე შიდა ფუნქციონალები, როგორიცაა Custom GPT პროექტები და სხვა, ასევე ახლად გამოსული მოდელის პერსონალიზაციის უკეთ საშუალება, რათა custom instruction-ები, სისტემური პრომპტები გაცილებით უკეთ გაუწეროთ და უკეთ გაითვალისწინოს მოდელმა, ვიდრე ამას ადრე აკეთებდა. და რაც შეეხება Grok-თან დაკავშირებით გვაქვს ასეთი სიტუაცია, ორი მნიშვნელოვანი ასპექტი. ერთი, რაც ეხება ემოციური ინტელექტთან დაკავშირებულ დავალებებს, უბრალოდ ემოციებთან დაკავშირებულ დავალებებს, თუნდაც წერის მიმართულებით ან რაღაცა მარკეტინგული გათვლების მიმართულებით, სოციმედია პლატფორმებთან დაკავშირებით, რადგანაც Grok-ი დაკავშირებულია X პლატფორმასთან, როგორც მოგეხსენებათ და real time ყველაზე უკეთ მოაქვს ყველანაირი ინფორმაცია და ეს ძალიან დიდი უპირატესობაა Grok-ის და სხვა ასევე შიგნით ჩაშენებული სხვა შესაძლებლობები და ფუნქციები, როგორიცაა ფოტო გენერაცია, ვიდეო გენერაცია, რომელიც უფასოდაც გვაქვს ხელმისაწვდომი, ლიმიტირებულად, მაგრამ შეიძლება გამოგვადგეს რაღაცა მომენტებში ძალიან და სასარგებლო იყოს ჩვენთვის. მოკლედ, ეს არის ჯამურად, რაც შეგვიძლია ამ სამ მოდელზე ვთქვათ. კიდევ ერთხელ გირჩევთ, რომ სამივე მოდელი გამოიყენოთ და დატესტოთ ზოგჯერ ერთი და იმავე დავალებაზე, ზოგჯერ კი უბრალოდ თქვენვე განსაზღვრეთ, რომელი მოდელი იქნება თქვენთვის უფრო ოპტიმალური. შემდეგ ეპიზოდებში ძალიან საინტერესო თემები მაქვს თქვენთვის მომზადებული, პრაქტიკული, თეორიულიც, ისეთი რომ გაგარკვიოთ ხელოვნური ინტელექტის სამყაროში ზუსტი მიმართულებები მოგცეთ და თუ მოგწონთ ჩვენი კონტენტი, კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი ყველა პლატფორმაზე და დაგვიტოვეთ უკავშირით. მადლობა მოსმენისთვის და დაგიბრუნდებით შემდეგ ეპიზოდში ნახვამდის.